გამარჯობა პატივცემულ საზოგადოებო, ეთერშია ერი მედია, გადაცემით თვალსაჩინო და ჩვეულებისამებრ დღეს შოთი გოგლუძიძე, ერეკლე ხიტალეშვილი და მე გადაცემის პირველ ნაწილში განვიხილავთ აქტუალურ თემებს საქართველოში და საერთაშორისო არენაზე. გამარჯობა შოთიკო, გამარჯობა ერეკლე. გამარჯობა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით დავიწყოთ, შეგვიძლია. საქართველოს პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ საქართველოს ეკლესია შეძლებს აირჩიოს პროქართველი და პროევროპელი პატრიარქი და არა პრორუსი. ამის შესახებ მან ლონდონში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა სალომე ზურაბიშვილს დაუსვეს კითხვა საქართველოს ეკლესიის როლის შესახებ და მან განაცხადა, რომ ეკლესიასთან დაკავშირებით ძალიან კომპლექსური სიტუაცია ის თვლის, რომ ეკლესიაც მიყვება პროდასავლურ რიტორიკას, ვინაიდანაც მე გახლავართ ოპტიმისტი, ამიტომ იმედს გამოვთქვავ, რომ საქართველოს ეკლესია შეძლებს აირჩიოს პროქართველი და პროევროპელი პატრიარქი და არა პრორუსიო, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ამას გამოეხმაურა საქართველოს საპატრიარქო საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე და აღნიშნა, რომ გაუგებარია თუ რას გულისხმობდა ქალბატონი პრეზიდენტი ეკლესიის ძველ მეთოდებზე, ისევე როგორც ეკლესიის მხრიდან პროდასავლური რიტორიკის მიყოლის შესახებ საუბრისას და რას ნიშნავს ეკლესია ახლოსაა ძალასთან სამწუხარო ასეთი ზედაპირული და შაბლონური დამოკიდებულებების მოსმენა პრეზიდენტის სიმაღლიდანო, აღნიშნა მან. საერთოდ არ ესმის მე მგონი სალომე ზურაბიშვილს რა არის, რა დამოკიდებულება არის სახელმწიფოს და ეკლესიას შორის და რა არჩევნებზე არის ლაპარაკი და საერთოდ რა კურსის შეცვლაზე. კურსი 2000 წლის წინ არის დადგენილი ეკლესიის და ცოტა რომ ვიხუმროთ, ყველაზე სტაბილური მაღალი რეიტინგის პარტია არის მსოფლიოში. რა შეიძლება თუ ქალბატონი სალომეს იმით ვილაპარაკებთ, ხო? შეხედულებებით. მე მგონი ვხედავთ მე კრიტიკული განცხადებებისა სალომეს მიმართ, მე მას ქალბატონს აღარ დაუძახებ, იმიტომ რომ ამ განცხადებით მან ყველა ზღვარი გადაკვეთა. მე მაინც მას ვინდობდი ასე თუ ისე, იმიტომ რომ ხალია, ჩემზე უფროსია, მაგრამ დღეს აღარ დავინდობ. ეს არის გოიმი სამარცხვინო დედაკაცი. აი პირდაპირ ესე ვიტყვი, იმიტომ რომ მე მინდა წავიკითხო რა სიძახის ეს ქალი ამ განცხადებაში. ამის ეს კომპლექსური სიტუაცია, რაზეც ეს გოიმი არსება საუბრობს. ამის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი არის პატრიარქის სისუსტე. ამბობს სალომე ზურაბიშვილი, იმ პატრიარქისა, რომელმაც ეკლესიის გეზი ძალიან მტკიცედ შეინარჩუნა. ანუ სუსტმა პატრიარქმა გეზი მტკიცედ შეინარჩუნა. ჩემი აზრით, მართლმადიდებლური ეკლესია, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა მართლმადიდებელ ქვეყანაში, ძალიან ახლოს არის ხელისუფლებასთან და მიდრეკილია მიხვეს აქცენტებისა და ნიუანსების ცვლილებას. ამიტომ იმედი მაქვს, რომ ეკლესიაც მიყვება პროდასავლურ რიტორიკას. ვინაიდანაც მე გახლავართ ოპტიმისტი, ამიტომ იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველოს ეკლესია შეძლებს აირჩიოს პროქართველი და პროევროპელი პატრიარქი და არა პრორუსი. შეგოიმო ქალო, მოგმართა უკვე აქედან შენობით. შეგიძლია დაგვისახელო, რომელი დასავლური ქვეყანაა მართლმადიდებლური? ეს ერთი. მეორეს ერთი, ვინ მოგცა შეტუტუცო უფლება გაიგივო პროქართველობა პროდასავლელობასთან. პროქართველობა არის პროქართველობა. პროდასავლელობა არის პროდასავლელობა და პრორუსობა არის პრორუსობა. და შენ რო იძახი პროქართველი და პროევროპელი პატრიარქი და არა პრორუსიო, შეუვიცო ვინ მოგცა ამისი უფლება. მესამეს ერთი, მინდა შეგახსენო ვისი ნაშიერი ხარ შენ. გავიხსენებ ნოე ჟორდანიას დიალოგს პატრიარქ ლეონიდესთან, როცა ნოე ჟორდანიას მთავრობის წყალობით, რომელთა ნაშიერიც ხარ შენ, გაიძარცვა გელათის მონასტერი. და პატრიარქი ლეონიდე ჩადის ნოე ჟორდანიასთან სალაპარაკოთ და ეუბნება, სანამ ხალხი არ აბუნტდაო, გევედრებითო, რომ მრავალსაუკუნოვანი საჭურჭლე გელათის მონასტრის, რომელიც თქვენი ბრძანებით იქნა კონფისკაცია იქნა მოხდენილიო, დააბრუნოთ გელათის მონასტერშიო. და ეს არაკაცი ეუბნება, პასუხობს აგდებით
რომ თქვენ მგონიათ ეკლესია სახელმწიფოშიო და ყველაფერი რაც ეკლესიას ეკუთვნის სახელმწიფოს საკუთრებაა. აი მაგათი ნაშიერი ხარ შენ სალომე. აი მაგ ლაჩრების რომლებიც გაიქცენ ქვეყნიდან გაზიდეს საჭურჭლე და ერთ გენიოს და წმინდანად შერაცხულ გურულ კაცს ექვთიმე თაღაიშვილს მერე აკიდეს ამ საჭურჭლის დარაჯად ყოფნა და დაბრუნება კიდე რომელიც დარაჯობაში წამა და ჯვარს ეცვა ექვთიმე თაღაიშვილი და შეშაპოკლაკო შენა მაგავე დიალოგში შეგიძლიათ მოიძიოთ ეს 2009 წლის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კალენდარში ოფიციალურ კალენდარში მოყვანილია სტენოგრამა მაგ დიალოგისა სადაც პატრიარქი ეუბნება ნოე ჟორდანიას ყველა მოხუცი კაცი ვარო და თქვენ წინაშეო ფეხზე ვდგავარო და თქვენ ახალგაზრდა კაცი ბრძანდებით და ჩემ წინ სავარძელში ზიხართო და ეს არ არისო ის ნორმებიო ზნეობის და ეთიკისო რომლებშიცო ჩვენ ვიზდებითო და ძალიან გთხოვთ პატივიცეთ თქვენივე ქვეყნის ეკლესიასო და ეს უყვირის ეს არაკაცი პატრიარქს და თავხეთს ეძახის და ეუბნება როგორ ბედავ თქვენ ასე მომართოთ მეო აი ეგ გახარ შენ სალომე და იმას რა ვუთხარი ვინც შენ დაგნიშნა პრეზიდენტად და ეხლა ესა უკმაყოფილოა შენით და იმას რა ვუთხარი ვინც შენ პრეზიდენტი საერთოდ გიწოდა რა ამიტომ ეხლა მინდა გადავიდე შენს მთავარსი თავხედეზე შენობით მოგმართავ ქალბატონს აღარ დაგიძახებ და აბსოლუტურად ამოშალე შენი თავი ღირსების მატარებელი ადამიანების სიიდან ამ შენი ბოლო განცხადებით და ხარ უფრო სამარცხვინო ვიდრე თვით მიშა სააკაშვილიც კი იყო იმიტომ რომ მიშა იყო ტირანი და დესპოტი და ხალხის მაწამებელი ჯოჯოხეთის მასხალა მაგრამ შენ კიდე რაღაცა უარესი ხარ ზურაბიშვილობაში და ეხლა მინდა გითხრა რატო შენ თავს უფლებას აძლევ მითითებები გასცე ვინ აირჩიოს დედა ეკლესიამ შემდეგ პატრიარქად რა შენი მოკლეჭკუის საქმეა შენ უვიცო დედაკაცო შენა შენ პირდაპირ პატრიარქს უწოდებს სუსტს და მისივე მიერ განცხადებულ ნებას პირდაპირ ხო ცხადია აქ ვის გულისმო მოსაყდრეს გულისმო ხო ეძახი პრორუს შენ ტუტუცო ქალო შენ მე ძალიან დიდ ტრაურში ვარ დღეს რომ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტის დამი მიწევს ასეთი მიმართვა მაგრამ არის რაღაცები რაც არავის არ ემპათიება შენ გადაკვეთე ყველა საზღვარი ადამიანობისა რაც დაეთრევი ამ ლონდონებში და რას უძურები ესა რა მაღალი სულიერების ქვეყანა დიდი ბრიტანეთი რა გაეგება საერთოდ დიდ ბრიტანეთს მართლმადიდებლობისა ან შენ რა გაგეგება მართლმადიდებლობისა ამიტომ მინდა მოგილოცო ამოიშალე თავი სიცოცხლის წიგნიდან ამ განცხადებით ჩემი ერთადერთი რცევა არის სინანული გადადგომა მაგ პრეზიდენტის თანამდებობიდან რომელსაც არ იმსახურებ და უბრალოდ მონანიება ამ შენი გაუგონარი სითავხედისა რომელიც ჩაიდინე უცხოეთში დანახვა არ მინდა შენი არსად არც ტელევიზორში და არც მით უმეტეს პრეზიდენტის ადგილზე გათავდა და მორჩა მოდი გადავიდეთ შემდეგ შოტიკო რა დაამატო არაფერს არ სულად თქვი მე ერთადერთი შემიძლია ვთქვა რომ შეიძლება საერთოდ არ ესმის რა არის პატრიარქი და რა არის ეკლესია მე ეს ჩდაბეჭდილება დამჩა რომ საერთოდ ახლოს არ არის ამასთან იმის და მიუხედავად რომ არ ესმის და უბრალოდ იცი რა არის უვიცი და არა კიდე მავნე მტერი რა რომელიც გამოდის და ამ გაწიროებულ ქვეყანაში
მას ერთადერთ სინათლის სვეტს ესე შეურაცხყოფს. ხომ ეს უვიცობიდან მოდის ლევან, იმიტომ რომ აბსოლუტურად არ ესმის რა არის მართლმადიდებლობა, რა არის თვითონ როგორც თქვა მართლმადიანობა. ასე ვთქვა. არა, ეს ქალი არის რაღაც კიდევ ერთი დიდი გაუგებრობა, რომელშიც ბიძინამ გაგხვია რა. და რამდენი ერთი ვთქვათ და ეს არის სირცხვილი და თავის მოჭრა უბრალოდ. საქართველოს არ იმსახურებს, რომ ყავდეს ესეთი ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი რა. და ამიტომ მე მგონია, რომ ძალიან დიდი მონანიება და ბოდიშის მოხდა მართებს არა მარტო მას, არამედ ბიძინასაც, რომელმაც ეს ქალი მოგვახვია თავს რა. დაათრიეთ აქედან. გააქვთ ხმები, მოუწყვეთ იმპიჩმენტი, რაც გინდათ მოიგონეთ, ოღონდ ეს ქალი აღარ დაგვანახოთ ამ ჩვენი საყვარელი სამშობლოს პრეზიდენტად. როდემდე შეიძლება რა ჩავიდინოთ ამისთანა, რომ დავიმსახუროთ ესეთი სირცხვილი ქართველები. რა არის ეს რა წყობა წინადადებების ამ ტუტუც ქალს ვინ მიცა უფლება პატრიარქს ეძახოს რაღაცეები მე ეძახოს რომ ოპტიმისტია და მართლმადიდებლური ეკლესია პროდასავლური უნდა გახდეს რას გულისხმობ უვიცო შენა რომ ელწყეპეტეს უნდა დაუჭიროს ხარი კიდე გინდობენ რომ არ განკვეთენ ესეთი განცხადებებისთვის და ანათემას რო არ გადაგცემ შესულის მგმობელო შეურაცხყოფელო და მოღალატე მაგრამ კიდევ ერთხელ მოდგმით ხარ მასეთ ნოე ჟორდანიას ნაკადის ნაწილი ხარ დნმ-ში გაქვს მასეთი აზროვნება გაზიდო გაძარცო გაყიდო შენი სამშობლო ოღონდ კი ემა რა ქვია დასავლეთში ისა კრუასანები ხეთქო და რაციცაც დაიჭერ დაღურემილო არაქალო ხო მაგას განახებს დრო აი ესეთი კადნიერებისთვის ესეთი შეურაცხყოფისთვის შენი ქვეყნის მთავარი არსისა და საზრისისა რასაც ქვია მართლმადიდებელი სარწმუნოება მე რომ არ მიშლიდეს ეს არწმუნოება კიდევ უფრო მკაცრად მოგმართო მე რწმუნე რომ მე შენახლა მოგმართავ უდიდესი დანდობით და რასაც არ გეუბნების სტრიქონებს შუა წაიკითხე რასაც შენ იმსახურებს სიტყვებს სურვილებს და მიმართვებს რომლებსაც არ იმსახურებს არავინ უკიდურეს შეფასებას იმსახურებ და თუ ვინმეს გონია რომ მე შენ და შენობით მომართვით და შენზე ტუტუცის უვიცის და სამარცხვინო შაპოკლაკის წოდებით რაიმე იმას რა ქვია სტანდარტს დაბლავაგდებ მას არაფერი არ ესმის და ვინც იცის რა არის საქართველოს ისტორია რისთვის ეწამა მილიონობით ქართველი რისთვის იბრძოლა საუკუნეებში ჩვენმა ერმა რას ნიშნავს უფლის კვართის მცველობა რას ნიშნავს შეურიგებლობა ყველანაირ მწვალებლობასთან მათ შორის კათოლიციზმთან და ვინც იცის რას ნიშნავს მართლმადიდებლობა რას ნიშნავს ჩვენი ისტორია ჩვენი თავგანწირვა ერთგულებისა უფლის მართლად დიდებისა ხო მან ძალიან კარგად იცის რომ მე ახლა შენ მოგმართავ არა კადნიერად არამედ უდიდესი დანდობით და უდიდესი დარბილებით იმისა რაც შენ უნდა გითხრას ვინმე და შენ თვითონ მიხვდი რა სიტყვებს იმსახურებ დღეს ჩემო რომლებსაც მე შენ მარტო იმიტომ ვერ გეუბნები რომ პატივცემ ჩვენს ეთიკურ ნორმებს და ჩვენს არწმუნოებას და არა შენ აღარავით არ პატივისცემას აღარ იმსახურებ ბატონო ბიძინა როგორც დასვით ეს ქალი ისე მოგვაშორეთ როგორც ამ ქვეყნის მმართველმა როგორც გინდათ გავაგრძელოთ
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკამ დინარაძემ განაცხადა, რომ მზადდება საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს. მართლგუნდში თვლიან, რომ LGBT პროპაგანდამ მომავალი თაობებისთვის დამანგრეველია. დინარაძის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობას მიაჩნია, რომ LGBT პროპაგანდას აქტიურად უნდა დაუპირისპირდეთ და ამისთვის საკანონმდებლო მექანიზმებიც უნდა ავამუშაოთ. ასევე ის ამბობს, რომ ფსევდოლიბერალები საქართველოშიც ყოველწლიურად ცდილობენ თავს მოგვახვიონ ეგრეთ წოდებული პრაიდი, მაშინ როდესაც სოციოლოგიური კვლევებიც ადასტურებს, რომ საქართველოს მოსახლეობის 90%-ზე მეტი ამას სრულიად სამართლიანად პროპაგანდად აღიქვამს და ეგრეთ წოდებული პრაიდის ჩატარების წინააღმდეგია. ძალიან საინტერესო ამბავია შემოbrunება, ხო? ლევან. ჩავთვალოთ, რომ სერგი აუხდათ, რაც უთხარით 2012-ში, როცა 2013-ში, როცა ანტიდისკრიმინაციული მიიღეს, რომ ქვიშაზე აშენებთ სახლს, რომელსაც ვერ ააშენებთ. არა, საინტერესო რატოა ისი, ძალიან საინტერესო ამბავია, რომ კონსერვატორებმა შეიტანეს 200,000 ხელმოწერით ამ კანონის მიღების, ესე იგი, ინიციატივა პარლამენტში და იგივე დინარაძემ გამოვიდა და დაამშვიდა თავისი ლიბერალური, ესე იგი, გუნდი და ამომრჩეველი, რომ არც კი განვიხილავთ ამას. აი ეს ტექსტი მახსოვს მე. ხო და იგივე კაცი გამოუშვეს ახლა. და ამბობს, რომ ინიციატივას იღებენ, რომ ეს კანონი მიიღონ. ახლა ეს რა სახით იქნება ეს კანონი, სხვა სახით. ჩვენ უნდა მივესალმოთ, რა თქმა უნდა, თუ ამ კანონს მიიღებენ და თუ ეს რიგითი აფერისტობა არ არის, რითიც მივეჩვიეთ, ხო, ჩვენ ქართული ოცნებიდან აფერისტობებს, ხო? და თუ ეს მართლა მიიღება, ჩვენ რა თქმა უნდა მივესალმებით. ამას დაემთხვა კიდე ძალიან საინტერესო რამ, არ ვიცი შენ მაკედან თუ ხედავ ამას, რომ ძალიან სერიოზული რეიდები და დაჭერები დაიწყო ნარკოგამსაღებლების. ანუ ყველა ის პუნქტი, რომლის გამო ჩვენ მოგვიწია პოლიტიკური რაღაცა განცხადებების და პოლიტიკურად აქტიურობა, ხო? რასაც ჩვენ პრინციპში უკვე რამდენიმე წელიწადია ეთერში ვიძახით და საჯაროდ ვიძახით, დაიწყეს იმის გაკეთება. თუ ეს არ არის საარჩევნო რაღაც манипуляციები და აფერისტობა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იქნება ძალიან კარგი. ამას თუ მიაყოლებენ გემბლინგის დაკეტვას და აბორტების აკრძალვას, ბუნება არაჩვეულებრივი გვაქვს. პრასი გვაქვს და კორუფცია შეარგოთ ღმერთმა. მართალი გითხრა მთელ სოფლიოში არის ეს კორუფცია და მაგას ვერ მოვსწრებდა. ეს ყველა პუნქტი თუ შეასრულოს, მეგონი ჩვენ პოლიტიკაში აფერი არ გვესაქმება და გავაგზავნებ ჩვენ საქმიან. მე დავხატავ და შენ საქმიანობას გააგზავნებ შენსაც. მაღლები კორპუსების აკრძალვა და გავიწყდა. აი, ერთი დამავიწყდა, ხო, ბუდის ვიხდი. ნუ მეც ყოველთვის მინდა რომ დავინახო კარგი, ამიტომ არ შემიძლია არ მოუწონო მამუკამ დინარაძეს ინიციატივა აკრძალოს LGBT პროპაგანდა და მინდა მივცე მას რამოდენიმე რჩევა. არავითარი ავტორობის სიამაყე და აიხო გეუნეოდით ეს გოიმობა ჩვენ არ გვახასიათებს და შოთიკოს თქმის არ იყოს აგემ ყველა ეროვნული პოლიტიკის პუნქტი შეგესრულებიათ და ჩვენ სრულად არასაჭირო გამხდარ ვართ ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ ხართ რა ის პარტია, ვინც LGBT პროპაგანდას ჩაუყარეთ საფუძველი 2013 წელს ანტიდისკრიმინაციული კანონის სამარცხინო ჩრდილოკორეული ერთსულოვნებით ნაცებთან ერთად ერთხმად მიღებით. მინდა მოგცეთ ასეთი რჩევა, რა დღესაც თქვენ აკრძალავთ LGBT პროპაგანდას, ეგ აკრძალვა შევა მყისვე, უმალვე თქვენს მიერვე მიღებულ ანტიდისკრიმინაციულ კანონთან. იმიტომ რომ იმ კანონის ფორმულირებაში ბუნებრივ უმცირესობებთან ერთად, როგორებიც არის ეთნიკური უმცირესობები, რელიგიური უმცირესობები, თქვენ ხელოვნურად ლიბერ-ფაშისტების კარნახით ჩამატებული გაქვთ ხელოვნური უმცირესობა, რომელიც არის ერთ-ერთი ცოდვის მიმდევარი, თუმცა უკიდურესი ცოდვის მიმდევარი ადამიანების ეგრეთ წოდებული უმცირესობა. პერვერტების და მამათმავლების უმცირესობა არ არის ბუნებრივი უმცირესობა, იმიტომ რომ ნებისმიერ ცოდვას ჰყავს
თავისი მიმდევრები, ისეთებს როგორიც არის ქურდობა, სიცრუე, ცილისწამება და სხვა და მაგავე ნიშნით თქვენ შეგიძლიათ მაგცოდვების მიმდევართა უმცირესობებიც გაიყვანოთ ხელოვნურ უმცირესობათა რიცხვში. ამიტომ თქვენი კანონი თვითონ თავის პირველად ფორმულირებაში არის აჯებსანდალი, არის იურიდიული ნონსენსი. იმიტომ რომ იქ გაქვთ ჩამოთვლილი ბუნებრივი უმცირესობები, აზერბაიჯანელები, სომხები, უდინები, იეზიდები, მუსულმანები, იუდეველები, ასე შემდეგ და აყენებთ შეურაცხყოფას მაგ ჩვენთვის პატივსაცემ ბუნებრივ უმცირესობებს, იმიტომ რომ გვერდზე მიაწერეთ მამათ მავლები. ეგ არის ლიბერალური ფაშიზმის, თქვენ რომ სულელები ფსევდოლიბერალიზმს ეძახით, ეგ არის ნამდვილი არქეტიპული ლიბერალიზმი, არაფერი ფსევდო ეგ არ არის. ლიბერალური ფაშიზმის კლასიკური იდეოლოგიური ხრიკი, რომელიც თქვენ დაუშვით შემოგეტანათ ქართულ პოლიტიკაში და საკანონმდებლო სივრცეში ბატონო მამუკა მდინარაძევ და ბატონო ბიძინა ივანიშვილო თქვენივე მოსვლისთანავე, იმიტომ რომ გქონდათ მანდრაჟი დასავლეთის წინააღმდეგ. არ აღუდეკით წინ მათ დიქტატს და დაღუპეთ ქვეყანა, იმიტომ რომ დღიდან მაგ კანონის მიღებისა შეადარეთ რამდენი მამათმავალი ჩანდა თეატრებში და ტელეეკრანებზე მაგ კანონის მიღებამდე და როგორ გაამრავლეთ მამათმავლობა საქართველოში. ამიტომ ბატონო მამუკა მდინარაძე, გიწონებთ რა თქვენს ინიციატივას, გაძლევთ რჩევას. თუ თქვენ გინდათ იყოთ თანმიმდევრულნი საკანონმდებლო თვალსაზრისით, მაშინ მაგ კანონის შემოღებასთან ერთად, ანუ ელჭყბ პროპაგანდის აკრძალვასთან ერთად, ანტიდისკრიმინაციული კანონის ფორმულირებიდან ამოშალოთ ხელოვნური უმცირესობის ცნება, რომელიც ხელოვნურად გაქვთ მანდ ჩამატებული. და კიდე ერთი ფრაზა, გენდერული იდენტობა, რომელიც არის აბსოლუტური აბსურდი. რომელიც არის აბსოლუტური იდიოტიზმი. ადამიანი ღმერთმა შექმნა ორ სქესად, მამაკაცად და დედაკაცად და სხვას ყველაფერს ქვია სექსუალური დეზორიენტაცია და არა სექსუალური ორიენტაცია. და სქესი არის ორად ორი. კაცი და ქალი. თუ კაცი ფალოს მოიჭრის, ის მაინც ფალოს მოჭრილ კაცად რჩება. და თუ ქალი ფალოს მიიკერებს, ის ფალოს მიკერებული მახინჯი ქალია. მეტი არაფერი. ამიტომ თქვენ აი ამ თქვენი გოიმობით ევროპაზე წამხედურობით, რომელზეც წინა სეგმენტში სალომეზე ვლაპარაკობდით, ხო? თავი შეიყვანეთ ჩიხში. ახლა თუ კი თქვენ მიიღებთ ელჭყბ პროპაგანდის ამგზავრელ კანონს, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ და მე პირველი ვიქნები, ვინც ამას ხარს დაუჭერს. არა აქვს მნიშვნელობა თქვენ კონსერვატიულ მოძრაობას წაუყრუეთ, თუ ჩვენ წაგვიყრუეთ, თუ როგორ მომწიფდით ამ სიკეთისთვის, ხო? კი, რა თქმა უნდა. თუ იმ 200 კაცს, ვინც ხელი მოაწერა ამ მოთხოვნას ალტინფოს ბიჭების ორგანიზებით, ხო? არავის დარწმუნებული ვარ ჩვენს ეროვნულ ფლანგზე არ აგვაქვს ეს ავტორობის მანია და ამბიცია. მაგრამ თუ რა თქმა უნდა, თუ კი თქვენ ამას გააკეთებთ ბატონო მამუკა მდინარაძე, ამოწმინდეთ სხვა კონფლიქტური ზონები ქართულ საკანონმდებლო სივრცეში, რომელიც პირდაპირ ურტყავს მაგ კანონის მიღების ლოგიკას. ანუ ან გააუქმეთ საერთოდ ანტიდისკრიმინაციული კანონი, იმიტომ რომ ჩვენ კანონით არ გვესწავლება ჩვენი ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების არ ჩაგვრა. ჩვენ საუკუნეებში მოვდგამს იმ დროიდან სანამ ამერიკას ვინმე იპოვიდა და დაარსებდა. ცოდნა შემწყნარებლური ცხოვრების. ამიტომ თავისთავად ეგ კანონიც არ არის, ხო, კანონის მიუღებელია ჩემი აზრით მთლიანობა. კანონის კი შეურაცხყოფელია ვიღაც გოიმებმა გვირჩიეს რაღაცა, რაც ჩვენ მათ დაბადებამდე ვიცოდით. მე მიყვარს ხოლმე ამ მაგალითის მოყვანა, რომ შოთა რუსთაველს ქართული და მართლმადიდებლური არ აქვს ნახსენები. ვეფხისტყაოში ერთსანში ერთხელ ამბობს, ესე ამბავის სპარსული ქართულად ნათარგმანებია. და ჩვენი საყვარელი გმირების სახელებს
ინდური და არაბული სახელები ქვიათ და ისინი ინდუსები და მუსლიმები არიან. ამიტომ ჩვენ გვასწავლიან ამერიკელები იმას ეგრეთ წოდებულ ტოლერანტობას, როცა კი დღემდე ყავთ ცოცხალი ხალხი, ვისაც კანის ფერის გამო ავტობუსის უკანა რიგში აჯენდნენ 60-იან წლებამდე. ეგ გოიმები 70-იან წლებამდე. 70-იან. ეგენი უნდა გვასწავლო. ხო, მე უკვე დაბადებული, ეგენი უნდა გვასწავლიდნენ ჩვენ შემწყნარებლობას. და ის როგორაა, რომ ეს არა ქვია, შუაზე იხლიჩებით და დღემდე ვერ დაგლაგებიათ ისა BLM-ის იმებში, რა ქვია, გამოსვლებში და თქვენი ქალაქების ცეცხლის წაკიდებაში რასობრივი პრობლემები. რა გვესწავლება ჩვენ თქვენგან შემწყნარებლობისა. ამიტომ ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, ანტიდისკრიმინაციული კანონი მთლიანად გასაუბრებელია, როგორც კულტურისთვის შეურაცხყოფელი კანონი. მაგრამ თუ მაგის შნო არ გაქვთ, აქაო და ევროპაში უვიზო მიმოსვლა არ წაგვართვანო. მე თქვენ ადგილას ხალხს ვეთხოვდი, რომ აი ამირჩიეთ, მე ამას გავაკეთებ და იცოდეთ, იყო მზად, რომ ამის სანაცვლოდ შეიძლება რაღაცა სანქციები დაგვადო. მაგრამ თუ მაგის შნო არ გაქვთ, თქვენ კაი ხალხო, ქემაინც ამოშალეთ მამათმავლების კლასიფიკაცია აზერბაიჯანელებთან, სომხებთან, მუსლიმებთან და იუდეველებთან ერთად. იმიტომ რომ როგორ არ გესმით, რომ აი მე რო ვიყო უმცირესობა ნებისმიერ ქვეყანაში, მე თუ გამატოლებენ მამათმავლებთან, როგორც კატეგორიას, მე ვიქნებოდი ფუნდამენტალურად შეურაცხყოფილი. და ნუ აკეთებთ ამას თქვენ მანდრაჟისტები. ხო, მაგრამ იცი რა, სუსტია და ვერი არას პრინციპი თუ იმას ვქნათ, მან შევაქოთ და დანარჩენი პუნქტების მეტი რა შევაქოთ. ხო, არა, დანარჩენი პუნქტების გააგრძელოთ. შევაქოთ, რაც კინოთი ხებამ, ხო იცი, არ გადაიფიქრო მამ. ხო, მაგას ვიზახე რა. ისედაც კარგები ვართ, არ ჩათვალე. ხო, დავინახეთ სიკარგე თქვენი ინიციატივის, არ გვაინტერესებს. როგორ მომწიფდით, ჰალელუია. 2013 წელს, როცა ესა დაგიპირისპირდით და ჩემი უახლოესი მეგობარი თქვენი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრაქტიკულად დავკარგე ამ კანონის გამო, ესმის მაშინ გითხარით, რაც მოხდებოდა და ეხლა 11 წლის თავზე მიდიხართ ნელა-ნელა კურსნაბიჯებით იქამდე, რაც აქამდე უნდა გექნა. იმ დაღუპული სულების გამამათმავლებას რა ეშველება. თქვენ გონიათ, რომ ეს შეუძლებელია და მე გეუბნებით, რომ იმ მორალურ გარემოში, რომელსაც ქმნი, სულები იღუპებიან, იმიტომ რომ ნებისმიერი ცოდვის დამი მიდრეკილია ადამიანის სული და თუ იმ საზოგადოებაში ეს ცოდვა მოსულა, მაშინ ბევრად მეტი ადამიანი ვარდება იმ ცოდვაში, რომელიც დაშვებულია სახელმწიფოს. ხო, ეხლა თან რაღაცი შემოუტანიათ ნარკოტიკი, ლევან. მე არ ვიცი, ეხლა მაგებში ვერ ვერკვევი რაღაცა. ვიცი, ამფეტამინები და მარილები, რომლებიც იწვევს ეგეთ ვნებას. ხო, რომელიც თურმე ხო, აი ეგეთ პერვერსიულ სექსუალურ იმ ნარკომანებს სალკე კამერაში, რომლებსაც გასინჯული აქვთ ნარკოტიკები, იმიტომ რომ ისინი უკვე გაფუჭებულები არიან მაგ თვალსაზრისით. ამიტომ ძალიან კარგია, რომ პირველი კურსნაბიჯი გადადგით, წაყრუებით ამდენ წლიანი ჩვენ რა გზაც გამოვიარეთ. მე მომბეზდა ამაზე ლაპარაკი, სხვა წელს აღარ და რაც ვიწუნიეთ ამის დაცვაში, ხო? ჩვენ ამაზე აღარ ვილაპარაკებთ, მაგრამ თქვენ შედეგით რა თქვენი ესეთი მოკანკალე მუხლებით ამ ბილიკზე, მინდა გითხრათ, რომ ეს საცალფეხო ბილიკია, ზე ძალიან ბევრი წინააღმდეგობა შექმნება და აგერ მოგეცით რჩევები, როგორ უნდა იაროთ მედგრად ამ ბილიკზე. პირველ რიგში უნდა გააუქმოთ საკანონმდებლო წინააღმდეგობები ქართულ საკანონმდებლო სივრცეში. რჩევის გარდა ყველანაირად ხარში დაუდგებით თუ მაგას გააგრძელებენ ამ გზაზე სვლას რა. ეგ ერთი მნიშვნელოვანი. მე მზად ვარ დავემორჩილო ჩემზე ბევრად უფრო ბრძენი მეგობრის რჩევას და ეს არა ქვიან იყო ბევრად უფრო კომპრომისული და ხარში დამდგომი ვიდრე ვარ ხოლმე. ოღონდ იმ პირობით, რომ შოთიკო არ დამაძალებს ხარში დაუდგე მამათმავლობის პროპაგანდისტებს და ვიცი რომ ამიტომ ბატონო მამო
ყველა ქართველი გვიგულეთ თქვენს გვერდში, ოღონდ გაფრთხილებთ, თუ თქვენ ოპოზიტორ საწინააღმდეგო კანონს ხელს არ ახლებთ, თქვენ შეხვალთ კიდევ უფრო მეტ ლეგალურ აბლაბუდაში, ვიდრე აქამდე იყავით. და ნუ იზამთ ამას. გამოფატრეთ ამ სისულელისგან ანტიდისკრიმინაციული კანონი. ან ჯობია საერთოდ გააუქმეთ ის ვაშა ამ ახალ შენებას. გავაგრძელოთ. სარაკეტო თავდასხმის მცდელობა იყო ზელენსკის კორტეჟზე. ჟურნალისტები წერენ, რომ ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, როდესაც ოდესაში საბერძნეთის პრემიერი კირიაკოს მიცოტაკისი იმყოფებოდა. უკრაინული წყაროები მომხდარის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ, გამოცემებით წყაროთ საბერძნეთის მთავრობის წარმომადგენელს ასახერებს სარაკეტო დარტყმა მაშინ გავხორციელდა, როდესაც ზელენსკის კორტეჟი საბერძნეთის დელეგაციის სიახლოვეს იმყოფებოდა. პუბლიკაციაში ასევე ნათქვამია, რომ შედეგად საბერძნეთის დელეგაციის წევრები არ დაშავებულან. ცნობისთვის აფეთქება საბერძნეთის პრემიერ-მინისტრისა და უკრაინის პრეზიდენტის მოლაპარაკებებამდე მოხდა, რეგიონში გამოცხადებული იყო სარაკეტო თავდასხმის საფრთხეც. რუსები ამბობენ, რომ ჩვენ არ გაგვიკეთებია ეს და შეიძლება ასე ვთქვათ, ხო ეს ტერმინი არის სამასტრელი, ანუ თვითონ გააკეთეს, რომ მიექციათ ყურადღება, თან სტუმარი იყო ჩასული, ვთქვათ, პრემიერ-მინისტრი ევროპული ნატოს ქვეყნის და ეთყობა ეს იმაში ჯდება, როდესაც იყენებენ ხოლმე ესეთ რაღაცებს, რათა კიდე მეტი, ესე იგი, ფული მოითხოვონ დასავლეთიდან, ხო? ხო, შეიძლება. ბაიდენი რო царელი კიევის ქუჩებში მოფრატუნობდა, გახსოვს სირენა რო ჩართეს. ხო, მაგას ხო, სირენა ტყუილად რო ჩართეს, ხო. დაახლოებით შეიძლება ეგეც იყოს და შეიძლება მართლა იყოს ეს. ჯამბაზი ვოლოდიმერი რა შეუბოდა ამ მომენტში, მიშასავით მიწაზე იფორთხიალა თუ კაცურად დაუდგა ამ საფრთხეს. ეს ინფორმაცია არ გვაქვს. ამაზე ინფორმაცია კონკრეტული არ გაქვს. თუ რა შეგვიძლია ვთქვათ, მე ყველა ადამიანი ანუ ეს იყო ზელენსკის კორტეჟის სიახლოვეს უბრალოდ. მე ყველა ადამიანის არ დაუყვა ჯამბაზი ვოლოდიმერის ჩათვლით მიმაჩნია სიკეთით. ამიტომ თუ ეს ნაღდი ამბავია, კაია რომ ჯამბაზ ვოლოდიმერს არ მოხდა ბომბი. ისევე როგორც კაია თუ არც ერთ ადამიანს არ მოხდება ბომბი. მაგრამ მე რატომღაც შოთიკოს ვეთანხმები, რომ ალბათ ეს გათამაშებული აფშორა იყო. დღეს დილას უსმენდი, რომ ბაიდენმა Union Address, ანუ კონგრესის და მის წლიურ მიმართვაში, რომელიც ახლა იგეგმება, სადაც სენატის და ორივე პალატის წარმომადგენლები იკრიბებიან და ეს არის ძირითადი, ასე ვთქვათ, სიტყვა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისა, დაპატიჟა ნავალნის ცოლი იულია და ზელენსკის ცოლი, რატომღაც ცოლებს დაუძახა და ორივე უარი უთხრა. არა, ის ნავალნის ცოლი ჩავიდა, მე მგონი და ნავალნის ცოლი არ წასულა ამერიკაში იმყოფება და არა, ქმრის გასვენებაში საჩემოსულა. არა, მე წავიკითხე, რომ არ ჩავდეს Union Address-ი, მიუწერია ნამიტანი დევიღალეო, მოგზაურობითო და სახში მინდა მადლობთ უკაცრავათო და იმან თქვა, რომ ზელენსკის ცოლმა თქვა, რომ ობლებთან მივდივარო, დაგეგმილი მაქვს და ვერ ჩამოვალ თქვენთან. ძალიან მენიშნა, ჯერტი ეს ობლები არიან, ვინც დაობლდნენ მისი ჯამბაზი ქმარის პროვოკაციული პოლიტიკის წყალობით. და თვითონ ის ფაქტი, რომ ამერიკელების საგარეო პოლიტიკა ისეთი მოუქნელი გახდა, რომ არ ესმით, რომ რუს ოპოზიციონერი ლიდერის ქრივს, რომელსაც ახლა უნდა გადაიბაროს ეს დროშა, არ აქვს უფლება უკრაინის პრეზიდენტის ცოლთან ერთად გამოჩნდეს და პირიქით ზელენსკის ცოლს არ აქვს უფლება გამოჩნდეს რუს პოლიტიკოსთან ერთად. ეს უკვე რაღაცა ამერიკული საგარეო პოლიტიკის გაკოტრების ნიშნებია. სხვათა შორის არა გვაქვს აქ პრეისკურანტი, მაგრამ ეს ჯოჯოხეთის მარშალად ვიქტორია ნულანდი წავიდა პენსიაში.
ხო, ეს საინტერესო ამბავია. ეს ყველაფერი სიმპტომებია, რომ რაღაცა ძალიან იცვლება უკრაინასთან მიმართებაში, იმიტომ რომ ნულანდი იყო სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე bipartisan, ანუ ორივე პარტიის მხრიდან და ხარდაჭერილი, როგორც ნეოკონი და იყო ავტორი იმ სისხლისა, რაც იღვრება იმაში, რა ქვია, უკრაინაში. და ის ფაქტი, რომ ეგ გაუშვეს, ხა ეგ არ დაიკარგება, სადმე არასამთავრობოში დაждდება თბილად. მაგრამ ის ფაქტი, რომ ეს ფუნთუშების დამრიგებელი დემონიური არსება, რომელმაც მაიდანი მოაწყო და დაშალა ეს ულამაზესი ქვეყანა და დაღუპა, გაუშვეს პენსიაში და ის ფაქტი, რომ ორი ქალის დაპატიჟებაზე ორივეზე ჟარგონი რო ვიხმაროთ, ასე ჩკამიცა ბაიდენის ადმინისტრაციას, ეს ძალიან სერიოზული სიმპტომებია, რომ რაღაცა ძალიან იცვლება და ამ კონტექსტში ჯამბაზ ვოლოდიმირს გაეთამაშებია რომ ბომბავენო, მე სრულად არ გამიგვიყვება. სხვათა შორის ნულანძე მინდა ერთი რაღაც თქვა საინტერესო რამ, რომელიც მე დიდი ხნის წინ მოვიკვლიე, როდესაც ის მფარველობდა მიხეილ სააკაშვილს ხო და მისი მფარველობის ქვეშ აღმოჩნდა გუბერნატორად იმისი რა ქვია ოდესის. ქალბატონი ნულანდი ყოფილა მერ ნუდელსონი იყო ესეთი ძალიან მდიდარი მულტიმილიონერი ოდესელი, მისი შვილიშვილი და ანუ ოდესაში ერთ-ერთი ძალიან გავლენიანი კაცი იყო ბაბუამისი და მე რა თქმა უნდა მოხდა შეერთებულ შტატებში და თუ გახსოვს ის პერიოდი საბჭოთა კავშირმა და მან ამერიკამ ერთად რო კოსმოსში საიუზ აპოლონი გაუშვა, პეპსიკოლა რო გამოუშვეს საქართველოში და სხვა სოჩაში კიდე სიგარეტი რო გამოვიდა საიუზ აპოლონი, ხო გახსოვს ერთგვარი დათბობა რო იყო შეერთებულ შტატებს და საბჭოთა კავშირს შორის მაგ პერიოდში გააკეთეს ესეთი გაცვლითი პროგრამები, სადაც პიონერთა ბანაკებში არტექში გააგზავნეს ამერიკელი ისენი რა ქვია სკაუტები და ეს ქალბატონი ნულანდი ვიქტორია ვიკა ნულანდი იყო პიონერთა ხელმძღვანელი არტეკის ერთ-ერთ ბანაკში და მისი კარიერა პოლიტიკური დაიწყო ესე ანუ საბჭოთა პიონერის კარიერით ეს ვის არის ანგელა მერკელი როგორც GDR სტუდენტი მტრალი დებოშისთვის ცხეთის კაპეზეში იჯდა ერთი ღამე ხო ეს ცნობილია ძალიან საგულდაგულოდ მერე როცა კანცლერი გახდა მალავდნენ მაგ ფაქტს ხო და ნულანდის ქმარიც ძალიან ცნობილი ნეოკონი კოგანი ხო კაგანი თუ კოგანი ხო ისიც ოდესელი ეს არის რა ქვია გლობალისტი ჭინგა ასე რომ არაფერი შემთხვევით არ ხდება უბრალოდ კოგანითან ისი ვისი ის იყო ძალიან საინტერესო ხო ნეოკონია ვითომ ეს არის რესპუბლიკელია ხო ნულანდი და მისი ქმარი იყო კლინტონის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ეს კოგანი თუ კაგანი ხო და კოგანი კოენი კაგანი ერთი და იგივე ხო ანუ ორლულიანები არიან რა ერთ პარტიაში მეორე პარტიაში ბევრი საზრისით ორლულიანები და რო დაუბრუნდეთ აი ამ დაბომბვის თუ ვითომ დაბომბვის ნიუს რა ეგ შეიძლება ჩვენ არ ვიცით გათამაშებულიც იყო ან შეიძლება მართლა გადარჩა და თუ გადარჩა მადლობა ღმერთს. გავაგრძელოთ შემდეგი ნიუზი რა არის. საფრანგეთის პარლამენტმა აბორტის უფლების კონსტიტუციაში ჩაწერას მხარი დაუჭირა საფრანგეთის პარლამენტში გამართულ კენჭისყრაზე აბორტის უფლების კონსტიტუციაში შეტანას მხარი სულ 780-მა პარლამენტარმა დაუჭირა 72 კი წინააღმდეგი იყო საფრანგეთის პრეზიდენტმა კი ეს ნაბიჯი სულაც ქვეყნის სიამაყედ შეაფასა შეგახსენებთ რომ საფრანგეთი პირველი ქვეყანაა რომელმაც აბორტი კონსტიტუციურ უფლებად აქცია ხო არ ვიცი ეს ბავშვი უსუსური რომელსაც არაფერი არ დაუშავებია რომელსაც არაფერი არ შეუძლია მინდობილი საკუთარი დედის საშოზე რომელიც უნდა იყოს 64 აღმოჩნდება ჯოჯოხეთში როცა ამ საშოში შეყობს დანას და დაჭეხავს ამ ბავშვს
და ეგ ვხედავ კადრებს ტაში როგორ უკრავენ ამ კანონის მიღებას, ანუ საოცრებაა. და ეს კანიბალისტური ბარბაროსული უფლება კონსტიტუციაში შეიტანა საფრანგეთმა, როგორც ფრანგული რევოლუციის ავტორმა და აი ამ საეჭვო დეზორიენტაციის პრეზიდენტმა მაკრონმა, რომელმაც ელისეს სასახლეში გამართა მამათმავლობის ჯემსეიშენი, ხო? ეს საფრანგეთის სიამაყედ შერაცხა. მინდა აქედან ქალბატონ სალომეს მივმართო. სალომე, აი ამ რიტორიკის იმედი. სალომეს ნუ არ ეძახი, ლევან, მე კაი სახელი მოუგონე. სალომე ხო სამგლე. სალომე შენ ამ რომ ქალბატონი სამგლე. ამის იმედი გაქვს, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ეს რაღაცებს დაუჭერს მხარს კოუზი ნაცარში ჩაგივარდება საფრთხილად. არასოდეს ეს არ მოხდება. ქალბატონი სამგლე ძალიან ნაკლებად განათლებული ადამიანია, მე როგორც ვატყობ. იმიტომ რომ ფრანგული განათლების სისტემა ეტყობა მაგ პერიოდში ჩავარდა, როდის მან დაიწყო ეტყობა ჩავარდა და შესაბამისად მას ყველა ამ სისულელეს, რაც ლიბერალური ფაშიზმი მოუწოდებს, ყველაფრის ჯერა და იმის გარდა რომ ძალიან ის არის დაბალ დონის აგენტია კიდე პლუს მე ეს მგონი და იცი რა მე გეთანხმები მე მგონია რომ მას ძალიან დაბალი IQ აქვს აი მიმიკაზე ეთყობა შუბლის კონსტრუქციაზე რეაქციებზე ძალიან პრიმიტიული აზროვნება აქვს მაგრამ ეგ არ არის მთავარი პრობლემა სალომესი თუ სამგლესი მთავარი პრობლემა არის ისი აღუზრდელობა ანუ ის არის აღზრდილი მანკიერ ამორალურ გარემოში და იმ დროს ჰაბიბ ნურმაგომედოვის გარდაცვლილი მამის ვიდეოს უცქერდი რომელიც მისი მწვრთნელი იყო ეს დაღესტანელი ბიჭი რომელმაც UFC-ში ყველა ბრძოლა მოიგო და დამარცხების გარეშე წავიდა პენსიაზე და ეს კაცი მისი მწვრთნელი რომელმაც ეს ჰაბიბი აღზარდა ყვებოდა რომ მეო საბჭოთა დროსო ლოზუნგი მეკიდაო სავარჯიშო დარბაზში რომელიც ეხლაცო პოსტსაბჭოთო დროსო მიკიდიაო და ყველა ჩვენ სპორტსმენსო ამ დაღესტანელ ბიჭებს ვინც ვარჯიშობენ ვასწავლიო ლოზუნგი არის ასეთი აღზრდა განათლება სპორტი ანუ პირველ რიგში აღზრდაო თუ ადამიანი აღუზრდელიაო აღარაფერს მნიშვნელობა არ აქვს. აი ეს დაღესტანელი სამბოს მწვრთნელი იძახის ასეთ სიბრძნეს. პირველ რიგში ზრდილობა და წესიერება. მერეო განათლებაო. ეს თუ არა გაქვს არც სპორტი მაინტერესებსო შენიო და არაფერი. და მერეო სპორტიო. ანუ ნუ ის საქმე რითიც ხარ დაკავებული. ჯერ აღზრდა, მერე განათლება, მერე საქმე. ამ ხალხს არც პირველი აქვს, არც მეორე აქვს, ეს ცხადია რა. სამაგეოდ კარგი სპორტსმენია. გავაგზავნოთ შვედეთი ნატოს წევრი ოფიციალურად 11 მარტს გახდება ადგილობრივი მედიის ინფორმაციით ნატოს სათავო ოფისში შვედეთის დროშას აღმართავენ 5 მარტს უნგრეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ნატოში შვედეთის გაწევრიანებას მანამდე კი 26 თებერვალს უნგრეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა შვედეთის ნატოში გაწევრიანების განაცხადს. შენ აღმოაჩინე რა ფასად გააკეთა ეგა? კი, წინა გადაცემაში იყო ეს შეკითხვა. რამდენი ვერცხლი იყო? რაოდენობა გახსოვს? რა მისცეს უნგრეთს, ანუ ამ თანხმობის სანაცვლოდ, ხო? მედიაში გავრცელებული ინფორმაციით შვედეთისა და უნგრეთის მთავრობები შვედეთის ნატოში გაწევრიანებაზე უნგრეთის თანხმობის სანაცვლოდ შეთანხმდა, რომ შედგებოდა მსხვილი შეთანხმება იარაღისა და სამხედრო მრეწველობის შესახებ. შვედეთის პრეზიდენტის და ორბანის შეხვედრის შემდეგ ლიდერებმა განაცხადეს, რომ თავდაცვის სფეროში მიღწეული შეთანხმების შესახებ, რომელიც მოიცავს უნგრეთის საჰაერო ფლოტის გაზრდას, დამატებით კიდევ 4 შვედური წარმოების თვითმფრინავით და არსებული საჰაერო ფლოტის მომსახურების ხელშეკრულების გაგრძელებას ითვალისწინებთ. ესე იგი გამოივაჭრა. აჰა. ესე იგი გადავრჩენილ ვართ და ბატონი ვიქტორი არ გალიბერალებულა. არა. ჩვეულებრივად გაცვალა
თავისი ქვეყნის გემებში გაუძღვნა. შვედეთი 8 მილიონიანი ქვეყნისთვის არის არაპროპორციულად დიდი წარმოებელი შეიარაღების. თუ არ ვცდები, მე-6 ადგილზეა მსოფლიოში. შეიარაღებების გაყიდვით, როცა მე სტოკჰოლმში ვიყავი, ამ თემაზეც ჰქონდა შეხვედრები, ჩვენი პარტნიორი რუსეთში იყო Volvo და ვაწყვეთ Volvo-ს სატვირთო მანქანების მინი ქარხანა ზელენოგრადში. და სტოკჰოლმში ვიყავი ჩასული და გამიკვირდა ეს ცნობილი შვედური ფირმები თურმე Saab და სხვები რამდენად ჩართულები იყვნენ ამ სამხედრო წარმოებაში და სულ არ მიკვირს რომ ვიქტორმა ამის სანაცვლოდ ამ თანხმობის სანაცვლოდ ეს გამოივაჭრა, მაგრამ მე მინდა ყურადღება და მადლობა ერეკლეს რომ მოიძია ის რაც ვთხოვეთ, მაგრამ წინა გადაცემაში, მაგრამ მე მინდა მივაქციო ჩვენი ყურადღება იმ საინტერესო ფაქტს, რომ შვედეთიცა და ფინეთიც ნატოს დაარსების დღიდან დღემდე არ იყვნენ წევრები და ეხლა გახდნენ წევრები, რამაც აწია გრადუსი დაძაბულობისა ბალტიის ზღვის გარშემო და გაზარდა ალბათობა და საშიშროება ნატოსთან რუსეთის დაპირისპირებისა და არაფერი კარგი ამაში არ არის. იმაზე თუ არაფერს ვიტყვით, რომ შვედეთიცა და განსაკუთრებით ფინეთიც ეხლა ბევრად მეტს იზარალებს რუსეთთან ვაჭრობაში, მიმართებაში, ვიდრე აქამდე იყო, თუმცა ეს ლევან ამას დაემთხვა თუ იცი სწავლება უნდა ჩატარდეს ბალტიის ზღვაში. ზუსტად შვედეთის და ფინეთის გამოყენება არის საჭირო, იმიტომ რომ ბლოკადა ბალტიის ზღვის მათი ტერიტორიული წყლების გამოყენებით თუ გაცილებით უფრო ადვილი იქნება და აქედან იზრდება საფრთხე ჩრდილოეთით დაძაბვისა, კალინინგრადზე დარტყმისა და საპასუხოდ რუსების მხრიდან მოლდოვას და ბალტიის ქვეყნების ოკუპაციისა. ანუ ეს კონფლიქტი ან უნდა ეხა ჩაქრეს და წააგოს ამ წლის ბოლომდე დაახლოებით ნატომ რუსეთთან. ან უნდა ავიდეს უფრო მაღალ სპირალზე, რომელიც არის უკვე თითქმის ბირთვული ომის თოლფასი რა. ეს აიწავა მნიშვნელოვანწილად იქნება დამოკიდებული იმაზე, რა ხდება ამერიკის საარჩევნო ხო, რა თქმა უნდა. სისტემა. ხო, ეგეც უნდა ითქვას, რომ ამერიკაში პრინციპში არის ესეთი დიქოტომია. ეს იზოლაციონისტები ომის წინააღმდეგი არიან ომის გაგრძელების და ტრამპი იძახის, რომ მე ისე დავამთავრებ 24 საათში ამ ომს. ეს საკმაოდ ისეთი განცხადებაა, ხო? მკვეთრი და ბაიდენი არის ომის გაგრძელების და კიდე სხვა სოფლიოს სხვა წერტილებში ომის კერების გაჩენის მომხრე. ესეთი ორი სხვადასხვა მიდგომაა, ხო, ამას. მე მექნებას დავეცილება რომ რუსეთს აღარ უნდა ამ ომის დამთავრება. მე ეგეც დავეცილება მაქვს, კი. რაღაც ესეთი ინტუიციები მაქვს, ხა მოსკოვში ვარ და შეხვედრები მაქვს იმ დღეს კატასონოვის ლექციაზე ვიყავი ფედერალური სარეზერვო სისტემის შესახებ და გლაზიევს, აკადემიკოს გლაზიევს ველაპარაკებოდი, ესენი ორივე ჩემი უფროსი მეგობრები არიან და ეკონომიკურ პარამეტრებზე ვსაუბრობდით და მაკროეკონომიკაში რა ხდება და რეზერვებში რა ხდება და კაპიტალის ექსპორტში რა ხდება და მათ სხვადასხვა შეფასებები აქვთ, ისინი კიდევ უფრო პესიმისტურად არიან განწყობილები ვიდრე მე, მაგრამ მე მექნება შტაბ-ბიზნესება, რომ რუსებს ვინც მომხრეა რუსეთის სუვერენიტეტის გაზრდისა და ეკონომიკის შიდა მობილიზაციური რესურსებზე ორიენტაციისა და თქვათ კულტურული დეოკუპაციისა რუსეთისა დასავლეთისაგან აი ამ წრის და მე ძალიან ფართო წრე მყავს მეგობრებისა ბიზნესშიც, პოლიტიკაშიც მოსკოვში, სწორედ ამ კონსერვატორების წრიდან, ხო, ტრადიციონალისტების წრიდან მე მაქვს განცდა, რომ მათ ძალიან მახარებს, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დამთავრდეს, მაგრამ ამათ არსად აღარ იჩქარებათ რა. ეხლა ამ სანქციებმა რომ მხოლოდ პლუსი მოუტანა რუსეთს ეს ცხადია, ეს შეიძლება თბილისში ვიღაც ორღობის ლიბერალებს არ ესმით ეგ.
მაგრამ რუსეთმა ძალიან დიდი პლუსები მიიღო რა ამ ომისაგან. ხო, ეგეც რაღაც მოკლედ რო ავხსნათ, ანუ ის ფული, რომელიც აქამდე გადიოდა უცხოეთში ძალიან დიდი ნაწილი რჩება რუსეთში და ჩატრიალდა რუსულ სამხედრო ეკონომიკაში და არა მხოლოდ სამხედრო ეკონომიკაში და არა მარტო სამხედროში, სკდება ბანკები ფულისაგან, არიციან საერთოდ ვეღარ გააქვთ უცხოეთში. ხო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ერთადერთი რაც რჩება აუღებელ ციხედ არის ნაბიული. ხო. როგორც FRS-ის სისტემის დესპანი, რომელიც ყველაფერს აკეთებს ბიზნესის გასანადგურებლად. ეხლა ერთ ქალს რა შეუულია? ნუ რატო გრეფის ხო ყავს მეგობარ? ხო, ნაბიულინა გრეფის მოადგილე იყო, მაგრამ ნაბიულინა თვითონ სიმბოლური ფიგურაა აი ამ რუსეთის განთავისუფლებისგან, არ განთავისუფლებისგან FRS-ის სისტემის. მაგაზე ვლაპარაკობ მე და კატასონოვი და გლაზიევი როგორ უნდა მოხდეს ეს ჩახსნა რა. ხო. აპირებენ რომ გასლება? აპირებენ. ესენი რა უფრო კრიტიკულები არიან პუტინის მიმართ, კატასონოვის და გლაზიევის რა. და ამბობენ რომ უპავსო რა. ანუ აბსოლუტურად არასუვერენული პოლიტიკა. ხო. და ეს ომიო უბრალოდ ხორცის საკები მანქანა. მაგრამ ამავე დროს აი მე კითხვა დავუსვი კატასონოვს და მან ამ ლექსიის მერე და საჯაროდ და მან აღიარა რომ ფულის მასა მაგალითად რუსებმა გაზარდეს, რაც ომი დაიწყო ეს M2, რომელზეც მე არაერთხელ მილაპარაკია, რომელიც ხელოვნურად არის შემცირებული. ანუ ყველა პოსტსაბჭოთა ეკონომიკაში ფულის მასა ამერიკელების მსოფლიო ბანკის საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბრძანებით ეროვნული ბანკების მეშვეობით არის ხელოვნურად დეფიციტია ფულის. მაგალითისთვის ხო, ეგ ვიცი. თუ განვითარებულ ეკონომიკებში MŠP-ს, ანუ ეკონომიკის ზომასთან შეფარდებით, ეს ფულის მასა არის 100-დან 200%-მდე, ჩვენთან არის 30-40%. და კატასონოვმა და მაგიტო ვარ ღარიბები მათ შორის მან ორი პარამეტრი, ერთი ფულის სიძვირე, ეგეც ხელოვნურია, ვითომ რომ ინფლაციას ებრძვიან და მეორე ფულის მასის უკმარისობა. აი მე ხო ეხა 7 ლიტრას სისხლი უნდა მქონდეს წესით ორგანიზმში, ნორმალურად, რომ 2 ლიტრას სისხლი მქონდეს რა, როგორ უნდა იყოს ჯამზე. და კატასონოვმა აღიარა რომ მე არ ვიცოდ, მე ვკითხე M2 რამდენია მეთქი ეხა და მითხრა რომ 50%-ია უკვე. და მეც ენტუზიაზმი რომ ესე იგი ორწლიანი ომი დაჭირდა პუტინს რომ 10%-ით მაინც გაეზარდა M2 რა. ხო. თუმცა ეს თვითონ სესხის გაცემის პროცენტები ნაბიულინამ ისევ 9%-დან 18-19%-მდე აწია და ისევ აკოტრებს. ხო, რა თქმა უნდა. ანუ ერთის მხრივ ძალიან ჯანმრთელი პროცესები ეკონომიკაში და აი ეს თავარი ცენტრი ამერიკული გავლენის როგორც ხელშეუხებელი ის არა ქვია და ვიცი რომ ფულის ექსპორტი გლაზიევმა თქვა მაგავე ლექციაში მიპასუხა რომ ფულის ექსპორტიო სამწუხაროდ ისე გრძელდება და ვერ გავიგე როგორ გრძელდება. ხო, როგორ გააქვთ ეგ საინტერესოა. ამიტომ ომი ძირითადად მან მიდის რა. ხო. და მოკეთ მე მაქვს დაბესტილება რომ რუს პატრიოტებს ყოველ შემთხვევაში არ უნდათ ამ ომის დამთავრება რა. ნუ ისეც ძალიან საინტერესო ტენდენცია ლევან შეიძლება ძალიან შორს მივდივართ ახლა, მაგრამ მაინც საინტერესოა კონტექსტში შენ ნათქვამიდან რომ რუს პატრიოტებს აფეთქებენ რუსეთში. ხო? ნუ ვერ გაარჩევ ხა ისიც ლეშჩენკოა და ესეც ივანოვია და როგორ გაარჩევ. არა, აფეთქებენ მე გულისხმობ იგივე დარია დუგინას დაშა ვერ გაარჩევ. ნუ ის ინფილტრირებულია ხა იმას. რა ქვია, გარეგნობიან სახელგვარიან და უკრაინელ და რუს ვერ გაარჩევ. ამიტომ ეს ხო, ნუ საშინელება ხო, ნუ მე მგონია რომ ჩვენ უნდა ვისურვოთ რომ რუსეთი განთავისუფლდეს გაცილებით უფრო მძიმე ინფილტრაციისგან ვიდრე ჩვენთან არის. იმიტომ რომ ის უფრო მნიშვნელოვანი ქვეყანაა რა თქმა უნდა დასავლეთისთვის და ფაქტობრივად გაზეცგილია აგენტებით რუსეთი ჩემი აზრით და
ხო, მაშინ მე მგონი მოგვარდება ჩვენი და რუსეთის ურთიერთობების, იმიტომ რომ ეს ის ხალხია, რომელიც საქართველოს და რუსეთს შორის დაავაგებასაც ხელს უშლის. მე ესე ვიცი. მე ჩემ თავზე მიგრძნია საშინელი წნეხი და საფრთხეები მაგ ხალხის მხრიდან რა, მოულოდნელი სრულიად. ხო. რა არის რომ ქართველი ვარ, ვინც რუსებთან დაავაგებას ვწვდით. ხო, და ისეთ და საფრთხეები მიმიღია და ზარალი და სისხლდენა რომ არავის არ უსურვებს რა. ასრულიად ეს გამარტება, იმიტომ მინდა თქვა რომ ბოლომდე ჩვენმა მაყურებელმა არის ის რა ხდება. ანუ ჩვენ გვიწევს აქ ამ უბედურებასთან ბრძოლა საქართველოში და შენ გიწევს ასევე იქ ამასთან ბრძოლა ჩვენ მეგობრებთან ერთად, ხო? და კიდე საკითხავია, რომელი უფრო სახიფათოა ყველაფრისთვის. კი, რა თქმა უნდა. ერთი რამდენიმე წლის წინ ჩემმა ერთმა ბანკირმა დამპატიჟა ევროკავშირის ელჩთან სტუმრად რა, ეს ბანკირიც ლიტველი იყო და ეს ევროკავშირის ელჩიც რა, რუსეთში. და ვიყავით ერთი 10 კაცი რა, რაღაც საქველმოქმედო საღამო იყო კონცერტით და ერთი კაცი იყო არ დავასახელებ, იმიტომ რომ მაინც მიუვათ ესა. და კასიანოვიჩ და ყოფილი პრემიერ-მინისტრი უკვე ოპოზიციაში გადასული და საუბარი იყო რაღაცებს გვეკითხებოდა ეს ელჩი და ჩვენ რაღაც პასუხებს ვაძლევდით და ერთი კაცი იყო ისეთი სიძულვილით მიყურებდა და ისე მეკამათებოდა და ისე ყოველ სიტყვას მაწყვეტინებდა და მე რო ვიდექით კონცერტამდე ისე წინ დამიდგა ზურგით რომ ეჩვენებია რომ არ მინდა რომ იქ ვიყო რომ თავიდან ვერ გავიგე რა ხდებოდა რა ხო და მე ამ ელჩმა თვითონ გაწია ეს კაცი ესე ნუდგა ხარო ლევანი არ ჩანსო რა აი დიპლომატიური სკანდალი კი აღმოხდა ხო და აი ხოთი ეგეთ დონეზე ეგეთი დონის შეხვედრაზე ეგრე რომ იქცევი ვერაფერს ვერ იგებ იმიტომ რომ მარცხდები რა ეგრე არ უნდა მოიქცე იმიტომ რომ იქვე გოიმურად იყიდები რა და ყველამ დაინახა რომ ამ კაცს აქვს ჩემდამი რაღაც личный приязнь მინოსი არ იყოს რა კუშეც ნიმაგუ მე თავიდან გაკვირვებით და მე ცოტა ესე იუმორით როგორც იმაზე ტარაკანს ესე უყურებდი ამ ტიპს რა და მე აღმოჩნდა არ დავასახელებ ერთ-ერთი მთავარი რუსული გაზეთის მთავარი რედაქტორი რომელმაც აიდანღაც იცოდა სუფთა ჭინკა ამ გლობალისტების ხელდასხმა ბეს რო იტყვიან და იცოდა ვინა ვარ იცოდა ჩემი პოზიცია რუსეთზე მე გავარკვიე ყველაფერი რა და როგორი სიზულული ძულდი ხედავდა ჩემში ძალას ტიპს რომელსაც შეუძლია გაარღვიოს აი ეს მითი რაც ამ პროდასავლურმა ლიბერალმა ჭინკებმა რუსეთში შექმნეს ჩვენს ისევე როგორც ნავალნის ფათაშორის და სხვები რა მე იმას თავისი დაემართა მაგის ეგეთი საქციელისთვის მაგრამ მე ძალიან ჩემთვის აი ნიშანდობლივი იყო და მე ბევრჯერ შევხვედრები ვარ აი როგორც იმის დანაღმულ მინდორზე ისე დავდივარ მოსკოვში რა იმიტომ რომ ერთის მხრივ არის ეს სრულად უვიცი დაზომბილი პატრიოტული საზოგადოება და მეორეს მხრივ არის ეს შავი ცინიზმით და უბრალოდ პროგრამას ასრულებენ რა ის ძველი დაკვეთაა რომ კავკასიელებზე უნდა გადავიდეს რუსების სიძულვილი ესმის ხო ის ნავალნი რო გრიზუნებს გვეძახდა ეგეც მაგის ნაწილია რა თქმა უნდა რამდენიც გინდა შემიძლია მოვიყვანო მაგალითები რა გავაგრძელოთ რა გვაქვს შემდეგი ჩემო ერეკლე სომხეთმა ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტიდან რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მესაზღვრეების გაყვანა მოითხოვა ამის შესახებ სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა განაცხადა გრიგორიანმა ჟურნალისტებს განუცხადა რომ ქვეყნის ხელისუფლებამ რუსეთს ოფიციალური წერილი გაუგზავნა სომხეთის ხელმძღვანელობის პოზიცია რომ აეროპორტში კონტროლი სომხეთის მესაზღვრეებმა უნდა განახორციელონ მანამდე კრემლის პრეს-მდივანმა განაცხადა რომ რუსეთისთვის ამის შესახებ ცნობილი არაფერია ვინაიდან სომხეთის ხელმძღვანელობას კრემლისთვის ოფიციალურად არაფერი უცნობებია მინდა იცი რაღაც ციტატით უპასუხო ამას. მე არაფერი არ მამივა
ტყუილკოტრიანცი რომ ისახის ამის რუსული მესაზღვრეების გაყვანა რეალურად ეს პირველი ნაბიჯი იქნება იქიდან ბაზის გაყვანის და შემდგომში ალბათ ესე იგი სომხეთის ბედი სულ უფრო გაურკვეველი ხდება და ჩვენი მეგობარი მეზობელი ხალხია და რაღაცა მან დარეულობა ჩვენ არ გვაწყობს და აქედან გამომდინარე ხო როგორც რუსები იტყვიან ხომ აპრიდილიცის თავი უნდა გაარკვიონ თავის პოზიცია იმიტომ რომ რეალურად ამდენი წელიწადი ისინი ეხმობოდნენ რუსულ ძალას რეალურად და ფაქტიურად სატელიტები იყვნენ რუსეთის და ჩვენ წინააღმდეგაც ბევრ რამეს მოქმედებდნენ როგორც ვითომ პრორუსები და ეხლა აბსოლუტურად გაურკვეველი პოლიტიკაა იმიტომ დიდი ნაწილი დაკავშირებულია ამ რუსეთთან და სომხეთის ეკონომიკა როგორ ინტეგრირებულია რუსეთში ეგ შემზე კარგად ლევან შენიცი ხო და რა ბედიელით და ძალიან ცუდ სომხეთი იქნა ჩათრეული იგივე მორევში რაშიც ჩვენ ჩაგვიწრია 1-20 წლით ადრე და უბრალოდ ჩვენ ყველა ჯოხი თავზე გადავიტეხეთ და ამათ მე მგონია რომ უდარდელობით და ამპარტავნებით მოუვიდათ მე რა ყველაფერი დაიწყო ძალიან გავს იანუკოვიჩის ისტორია სარკსიანი იყო ისეთივე ხავს მოდებული კორუფციონერი როგორც ვიქტორ იანუკოვიჩი უკრაინაში ანუ სრულიად სამართლიანი იყო სომხი ხალხის პროტესტი რუსეთის დამი რატო გვაძალებთ ამ ჭაობს რომელსაც სარკსიანი ეს სომხი მეგობრებისგან ბევრჯერ მსმენია რა მე მოუწყოს ეს ფერადი რევოლუცია სიამოვნებით ძმებმა მისმა მოიყვანეს პაშინიანი და შეუგერეს პროდასავლური კურსის რის შედეგადაც დააკარგეს ყარაბაღი ახლა ყარაბაღის დაკარგვის მერე უკვე პატრიოტი არ ახარ თუ რუსეთს არ აგინებ იმიტომ რომ რუსეთმა იმას ქნა გვიღალატა გაატარა ხო ეს ასე ხო რუსეთი ამ ჩვენ რა გიღალატე თქვენ ატეხეთ ერთი ამბავი დავიდან ესმის ანუ ესეთი მორევია რა და ყოველ ჯერზე ნაწყენ მხარეს ახსოვს მარტო წინასვლა და არა წინის წინასვლა რა ეხლა ძალიან ცუდი ამბები ხდება ხო ნუ იმას თუ გავითვალისწინებთ რუსული პროპაგანდა და მედია გავსებულია სომეხი ექსპერტებით და ფაქტიურად შეიძლება ითქვას რომ რუსული თქვა ტელევიზია პროსომხურია ხო თუ ნახავ ძირითადი ნაწილი არის პაშინიანი ჩვეულებრივად აწვება პროდასავლურ კურსს იმათა მატრიარქალურმა ჭიჭყინა ლოგოსმა ელექტორატში რომელიც იძახის რომ რუსებმა გვიღალატეს და სომეხი ხალხი გაყინულია დაჭერილია აი ამ მორევში რა და ძალიან ცუდად მიდის საქმე მე არც ვიცი რა და მე კი სულ ვიძახი რომ სომეხი ხალხის სიბრძნის იმედი მაქვს სომეხი ხალხის სიბრძნის იმედი მაქვს არ ვიცი რა მე ველი მხოლოდ და მხოლოდ დასუსტებას სომხეთის და გაუარესებას მან აქ სიტუაციისა და აი რა უყოთ რითი დავეხმაროთ ჩვენ დავეხმაროთ ჩვენ დავხმაროთ ჩვენ ბევრჯერ დავხმარებივთ ისტორიის განმავლობაში და პრაქტიკულად ანექსიიდან ბევრჯერ დავიცავთ ჩვენ თავს უნდა მივხედოთ უნდა არ უნდა გვიხაროდეს მეზობლის გასაჭირი მაგრამ ჩვენი ინტერესები უნდა დავიცვათ და გავამაგროთ და აი ამ კონსერვატულ რუს წრეებში ეს გაკვირვებულები არიან რა სომხეთის პოზიციით. რავით. ესმის და მანდ ობიექტური პრობლემა, ანუ რუსეთს არ აქვს რბილი ძალა, რომლის შედეგითაც შეუძლია ქვეყანა წინ წაწიოს და თქვათ გაძალებს 10 წელი იანუკოვიჩს ან სარკისიანს, ესმის? იმიტომ რომ იძახის რომ ეს ჩემი კაცია. ხო. და იქ ვით ფურჩქნება კორუფცია და უკმაყოფილება, ესმის? და მე ამაზე ჭინგები მოდიან და ფერად რევოლუცია. როგორც ედიკა იყო და მიშას ფერადი რევოლუცია. ერთი და იგივე სცენარია რა. ხო, არა, თუ არ ვიტყვით რომ ჩვენ კავშირები საფრანგეთის დაზვერვასთან და საფრანგეთ-სომხური ალიანსი საქართველოშიც მოქმედებს და
ქალბატონი სამგლეც მაგის ნაწილია ჩემი აზრით მაგ დიდი პოლიტიკისა. მე ხო ურთიერთობ უამრავ რუსებში რა, როცა საქმეებზე ვარ მოსკოვში და როდესაც მე ვხედავ აი თითქოს კლიმატის ცვლილებას რა, გესმის? ქვეყნის მიმართ, იმიტომ რომ მე მაგაში ვიცხოვრე საქართველოს მიმართ უმძიმესი წლები, როცა მიშა მოვიდა და ყველანაირად პროვოცირებდა ამ რუსებს რა და რეები გამოვიარე, რომ უკვე 1 და 2 ტომი არ ეხო და ფიზიკურ ჩხუბებამდე მივსულვარ რა, ხო და ეხლა ხედავ, რომ რაღაცნაირად ისე შეძლეს ჩინგებმა, რომ აი სომხეთი ამოვარდა იმიდან რა ფავორიტის თუ მეგობარი ქვეყნის სტატუსიდან რა. ხო და ეს კონსპირაციული თეორიებიც ყველაფერი გაქარწყლდა, იმიტომ რომ მარგარეტა სიმონიანია და სომეხია და სომხებს ლანძღავს და ლავროვია და თბილისელი სომეხია და სომხებს უპირისპირდა. არაფერი არ შველეს ამ სიტუაციას, გესმის? ხო და მე მგონია, რომ რაღაც ცუდი ამბებია რა სომხეთში, ძალიან მეშინია. კაი, დავამთავრეთ ჩვენი მენიუ. ეს იყო დღეისთვის. ერეკლეს უღმესი მადლობა და გავიდეთ ჭრაზე და დაუძახოთ სტუდიაში სტუმარს. შეხვედრამდე. რუნდების სტუდიაში ჭრის შემდეგ სტუმრად ყავს ვატნი ვასო კაპანაძე, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი. გამარჯობა ბატონო ვასო. გამარჯობა ბატონო ლევან, მოგესალმებით შოთიკო. რა მოგეწონათ ჩვენი მენიუდან, რაზე ვისაუბროთ? კიდევ ერთხელ მოგესალმებით. პრინციპში დავიწყოთ ალბათ პირველი თემით, რადგანაც გუშინ მოვისმინეთ ჩვენ ყველამ სალომე ზურაბიშვილის არამხოლოდ ეს განცხადება, არამედ მისი ვრცელი ინტერვიუც, რომელიც მის საქართველოს მედიას სხვათა შორის 2 წლიანი შესვენების მერე მოხდა ეს და გავაკეთოთ აქცენტები იმაზე თუ რას წარმოადგენს დღეს როგორც პოლიტიკური ფიგურა სალომე ზურაბიშვილი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის და შემდეგ ალბათ შევეხოთ მეტნაკლებად თითოეულ თემას რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ და წავიდეთ იმ თემისკენ რასაც ქვია სიტუაცია ჩვენს ქვეყანაში მით უმეტეს რომ ეს არის საარჩევნო წელიწადი, როდესაც 26 ოქტომბერს ჩვენ ყველას მოგვიწევს ძალიან სერიოზული არჩევანის გაკეთება ჩვენი ქვეყნის მომავლის განსაზღვრის კუთხით. რაც შეეხება ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს და მის გუშინდელ თუ გუშინწინდელ ინტერვიუს, რომელიც გუშინ გავიდა, უფრო გუშინდელს, ვიდრე გუშინწინდელს, მე ვიტყოდი რომ ეს იყო და არ იყო გასაკვირი რომ ეს იყო ძალიან სუსტი პოლიტიკოსის ინტერვიუ ძალიან სუსტი აქცენტები იქნა დაფიქსირებული თუნდაც რადგანაც მარტო ის განცხადება რომელიც თქვენ არ მოგიყვანიათ და მე მოვიყვან ციტატას მისი ამ ინტერვიუდან როდესაც მან განაცხადა რომ ჩვენ ვართ სანაპირო ქვეყანა, ანუ შავი ზღვისპირა ქვეყანა და შესაძლოა და დიდი ალბათობით სწორედ ამიტომ ეს იყო ძირითადი ფაქტორი მან თქვა, რომ მოგვანიჭეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსიო. ესეც საკმაოდ სუსტი განცხადებაა და ყველაზე მთავარი მომენტი მაინც როდესაც ჩვენ ვახასიათებთ ამ ქალბატონს საქართველოს უმაღლეს მთავარსარდლად წოდებულ პოლიტიკურ ფიგურას არის ის რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ძალიან ცუდად ერკვევა მსოფლიო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებში და ვერ აიგივებს თავის ქვეყანას იმ ქვეყანასთან რომელსაც უნდა კონდეს განვითარების სუვერენული კურსი. სამწუხაროდ ის ორიენტირებულია ცალსახად ერთადერთ ძალის ცენტრზე, რომელიც არსებობს მსოფლიოში, ეს არის დასავლური ძალის ცენტრი, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები, კოლექტიური დასავლეთი, თითქოს სხვა ძალის ცენტრები არ არსებობდეს შოთიკო და ეს და თითქოს არ კონდეს ადგილი პოლიტიკაში იმ პროცესს, როდესაც ერთპოლარული სამყაროდან ჩვენ მივდივართ მრავალპოლარული სამყაროსკენ და ეს ფორმირების ეს პროცესი ახალი მსოფლიო წესრიგის დაწყებულია მოწონს მას თუ ვინმე სხვას ეს თუ არა მიუხედავად ამისა. ლევანმა სხვათა შორის დასაწყისში იუმორი ახსენა და მე მინდა რაღაც პატარა
იუმორისტული კუთხითაც შევხედოთ ამ სალომეს ზურაბიშვილის მოვლენას ქართულ პოლიტიკაში, შოთიკო შენ ახსენე მისი გამონათქვამი, როდესაც მან თქვა მართლმადიანები ვართო. მართლმადიანი. და მე კიდე სხვა მისი გამონათქვამი მინდა გავიხსენო, ჩვენ პოლიტოლოგებს, ექსპერტებს და ანალიტიკოსებს სამივეს ერთად გვეძახიან ხოლმე, ანუ ჩვენ ვართ პოლიტოლოგები, ექსპერტები, ანალიტიკოსები და ერთხელ როდესაც ჟურნალისტები იყვნენ მასთან მისულები, რაღაც საკითხზე თხოვეს კომენტარი და ჩვენსკენ გადმოამისამართა წადით და ეს ანალისტებს კითხეთ თუ. ანალისტები. ხო, გახსოვს ალბათ. კი, მახსოვს. ასე რომ რაღაც პატარა იუმორისტული წიაღწევებიც არსებობს ამ ფიგურასთან, პოლიტიკურ ფიგურასთან მიმართებაში. მაგრამ მთავარი პრობლემა ის არის, რომ ქალბატონი ზურაბიშვილი, რომელიც იყო ქართული ოცნების და მისი დამფუძნებლის და მისი სხვა ქველიდერების ღირსეული არჩევანი დღეს გამოცხადებულია ამავე ხალხის მიერ არალეგიტიმურ პრეზიდენტად, რომელიც საერთაშორისო ფორუმებზე თურმე წარმოადგენს არა ჩვენს ქვეყანას, არამედ თავის თავს. გარკვეულწილად ეს ასეც არის, მაგრამ მეორეა თან დავიმახსოვროთ, რომ გიორგი მარგველაშვილსაც იგივეს უწოდებენ. თუმცა, რა ვიცი, ერთად ყოველ დღე მე მგონი სადილობდნენ და ვახშმობდნენ და ეხლა უცბად გახდა ხო, სამწუხაროა, რომ მეორე ესეთი ღირსეული ბრჭყალებში არჩევანის წინაშე ვართ და ჩვენ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი პოზიციონირებს ისე, როგორც პოზიციონირებს ძალიან სუსტად საერთაშორისო არენაზე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ვერ ერკვევა საერთაშორისო პოლიტიკის ლაბირინთებში და ძალიან სუსტად წარმოჩინდება და უფრო მეტიც ფაქტიურად ატარებს დასავლეთის პოლიტიკას საქართველოში, კოლექტიური დასავლეთის და არ გამოდის ატარებს რომ აი ეგ კითხვა მაქვს რამდენად არის ეს იმიტომ რომ ნუ ჩავთვლით რომ ასე ვთქვათ ეს ტერმინი ცოტა არ მომწონს ეს კოლექტიური რომ დასავლეთი არის კოლექტიური მე მგონია რომ დასავლეთი არის იგივე ორბანის პოლიტიკა ვთქვათ ხო დასავლეთი არის იგივე ვთქვათ იტალიის განსხვავებული პოლიტიკა ხო მელონის პოლიტიკა ვთქვათ ხო არ არის ერთგვაროვანი არ არის დასავლეთი ხო როდესაც ჩვენ საუბრობთ კოლექტიური დასავლეთის ცნებას ვახსენებთ რა თქმა უნდა ჩვენ გულისხმობთ მინუს ხო ლიბერალურ მინუს ეს ამ პოლიტიკოსებს რომლებიც თქვენ ჩამოთვალეთ ახლა და შესაბამისად გამოდის რომ ქალბატონი ზურაბიშვილი იმის ნაცვლად რომ წარმოაჩინოს თავი ქართველი ხალხის ინტერესების ქართველი ერის ინტერესების გამომხატველ პოლიტიკოსად ის ცალსახად ცდილობს რომ დასავლეთის ინტერესები მინუს ეს პოლიტიკოსების ის თქვენ ჩამოთვალეთ მათი ინტერესები დააფიქსიროს საქართველოში. როდესაც ის ეკლესიის თემაზე საუბრობდა, აქაც რა თქმა უნდა ეს არის აღმაშფოთებელი და აბსოლუტურად თან ერთი მხრივ სუსტს უწოდებს პატრიარქს და მეორე მხრივ მის როლს რა თქმა უნდა არაკნინებს და ამას ვერც მოახერხებს ვერასოდეს შესაბამისად სამწუხაროა როდესაც ჩვენ ქართული ოცნების ასეთი საკადრო პოლიტიკის მომსწრენი ვართ როდესაც ერთი პრეზიდენტი მეორე პრეზიდენტი რომლებიც წამოწია წინა პლანზე და შეიძლება ითქვას რომ თავს მოგვახვია ქართულმა ოცნებამ შემდეგ მათვე ის თავად დაუპირისპირდა არა მხოლოდ პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრები რომლებიც მეორე ოპოზიციაში აღმოჩნდნენ ხო რომელი ერთი ჩამოთვალოთ ბატონი გახარია კვირიკაშვილი რომლებსაც დაუპირისპირდნენ საერთოდ მე ვფიქრობ კი არა ფაქტია რომ პრეზიდენტების ბედის თვალსაზრისით ჩვენ ქართველებს არ გვიმართლებს გავიხსენოთ რომ როგორ დაამთავრა ტრაგიკულად ცხოვრება დევნილობაში ბატონმა ზვიადგამსახურდიამ ედუარდ შევარდნაძე პარლამენტის შენობიდან იქნა იძულებული რომ გაქცეულიყო სახლისკენ და სახლში წავიდა მიხეილ სააკაშვილი ეს განსაკუთრებული შემთხვევა და ვიცი სადაც არის და რა მდგომარეობაშიც არის და ციხეშიც არ არის მაინც არ ჩერდება მიუხედავად იმისა რომ წესით მისი რეიტინგი ნორმალურად და ყველაფერი კარგად რო იყოს ჩვენს პოლიტიკაში ქართულ პოლიტიკაში უნდა იყოს ნულის ტოლი მარგველაშვილი და ზურაბიშვილი უკვე ვახსენეთ შესაბამისად უსუფაშვილი
რომელიც უსუფაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე. ანუ ეს ხალხი ნელ-ნელა ესე იგი ერთი ფლანგიდან მეორეზე ინარჩუნებს და ეს ჩემში იწვევს ეჭვს, მე არა ვარ რა თქმა უნდა ამაში და დარწმუნებული რომ ხო არ არის ეს ერთგვარი თამაში ეს ფლანგებზე გადასვლა რა, იმიტომ რომ შეუძლებელია თქვათ ესე იგი შეუმოწმებელი ხალხი იყოს ეგეთ მაღალ თანამდებობებზე, ხო? იცი როგორ არის შოთიკო, ეხლა რა თქმა უნდა ჩვენ შეგვიძლია ერთი მხრივ დაუშვათ რომ ეს არის გარკვეული ძალიან დიდი პოლიტიკური თამაში, რომელიც ბიზნეს საჭადრაკო დაფაზე ესეთნაირად არის მოწყობილი, მაგრამ მეორე მხრივ ეხლა არის თამაში ეს თუ არის ეს სერიოზული საკადრო შეცდომების შედეგი. ამდენი გაუთავებელი. ხო, შედეგის თვალსაზრისით მე ყოველთვის შედეგი მაინტერესებს ხოლმე როგორც პოლიტოლოგს და როგორც ადამიანს, რომელიც ცდილობს, რომ ჯანსაღი სერიოზული ანალიზი მოახდინოს იმისა, თუ რა პროცესები მიდის და რა მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყანა და რა პერსპექტივა გვაქვს ან არა გვაქვს ამ ეტაპზე, შედეგის თვალსაზრისით ეს არის ყველაფერი ძალიან ცუდი და დამღუპელი ქვეყნისთვის, ხო? შესაბამისად, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმ არჩევნების შედეგებს, რომელიც აგერ უკვე 7 თვე ნახევარში გაიმართება დაახლოებით. და რა თქმა უნდა ჩვენ ძალიან სერიოზული ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას თუ როგორი ძალთა თანაფარდობა იქნება ამ არჩევნების მოახლოების კვალდაკვალ და რა მიმართულებით განვითარდება თუ კი განვითარდება ჩვენი ქვეყანა ამ არჩევნების შემდეგ. ხო ლევან შენ რა სიტყვი? აი ბატონმა ვასომ რაც თქვა რომ რეალურად ჩვენ უნდა დავინახოთ ყველაფერი არჩევნების შემდეგ და მე ესეთი როგორ ვთქვა რაღაც გზნობა მაქვს, წინასგზნობა მაქვს რომ არჩევნებიც უკვე გადაწყვეტილია. კი შეიძლება თქვა რომ შეთქმულების იმაში სანამ ჩემთვის არა სასურველ ბატალურ ნაბიჯს გადავდგამდი და 2021 წელს პოლიტიკაში შემოვიდოდი. მანამდე დაახლოებით 15 წელი ვიძახდი, რომ ჩვენ ვართ ლიბერალური რესპუბლიკის ოკუპაციის ქვეშ, რომლის შიგნითაც სიკეთე ვერ იქნება და რომელიც არის დასამხობი. და მე გაზრი არ შემცვლია ჩემი პოლიტიკაში შესვლის შემდეგაც. მე ისევ იმ აზრზე ვარ. ანუ მე მომხრე ვარ როგორც ჩემი ქვეყნის პატრიოტი ძალადობის, გადატრიალების, რევოლუციების გარეშე არსებული წესების ფარგლებში მცდელობისა, რომ ხალხის მხარდაჭერით ჩვენ სიტუაცია ქვეყანაში შევცვალოთ. ეხლა რა შეძლებ მე, რა შეძლებს შოთიკო, რა შეძლებს ვასო, რა შეძლებს ნებისმიერი ადამიანი, ვინც ვისთვისაც მიუღებელია ლიბერალური რესპუბლიკა. ეს ცალკე საკითხია. ვინ ვისთან გაერთიანდება, ვის უღალატებს, ვინ ვის უერთგულებს, როგორ დაალაგდება ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენ როგორც რენეგატები ან დისიდენტები ლიბერალური რესპუბლიკისა უნდა ვიყოთ შეთანხმებულები ერთ რამეში, რომ თუ ჩვენ აი ამაში შევდივართ, აი მე შევედი, ხო მაგალითად. ჩვენ ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ არსებული წესების დაურღვეველად შევძლოთ თვითონ მმართველობის ფორმის შეცვლა. ანუ არჩევნები და მათში გამარჯვება ნებისმიერი ეროვნული ყაიდის მოაზროვნისთვის არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი. ამის შემდეგ თუ მას დასცალდა და თუ მან ხალხის შესაბამისი მხარდაჭერა მიიღო და თუ მას თქვათ ფიზიკურად არ ლიკვიდირებენ ან რაღაცა სხვას არ მოუგონებენ, მას ეწყება ის საკეთებელი, რაც არის ქვეყნისთვის მთავარი. მე მაგალითად არაერთხელ მithქვამს, რომ ჩემი აზრით საქართველოს უნდა დაუბრუნდეს საპრეზიდენტო მმართველობას, სადაც ხალხს შეიძლება პირდაპირ ხმის მიცემით აირჩიოს ძლიერი პრეზიდენტი, ხო? პარლამენტი რა თქმა უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ არ უნდა ვიყოთ საპარლამენტო რესპუბლიკა. მე არაერთხელ მithქვამს, რომ პარტიების სიებით არჩევნები უნდა გაუქმდეს და მუნიციპალურ დონეზეც და ფედერალურ, ანუ სახელმწიფო დონეზეც
ჩვენ უნდა ვირჩევდეთ პიროვნებებს ხო, მაჟორიტარული პიროვნული დამსახურებიდან გამომდინარე. ხალხს უნდა დაუბრუნდეს რეფერენდუმისა და პლებისციტის უფლება, რომელიც სიამოვნებაში მას აქვს. ჩვენ გვატყუებენ, რომ ჩვენ ეს უფლება არ აქვს, მაგრამ არ გვაძლევენ უფლებას, ამ უფლების გამოყენების. ლევან, ძალიან საინტერესო რაღაცას გეტყვი რა, რომ მე ინსაიდერული რაღაც ინფორმაციები ჩვენც ხომ მოგდის, პატარაა ეს თბილისი და საქართველო და ეგეთი რამე გავიგე, რომ აპირებენ თუ მიიღეს კონსტიტუციური უმრავლესობა, რასაც ოცნობობენ, აპირებენ მაჟორიტარული სისტემის დაბრუნებას და პრეზიდენტის საყოველთაო არჩევნების ან პირდაპირ არჩევნების დაბრუნებას. ესე იგი პრაქტიკულად ჩვენი პროგრამით მიდია. რასაც ვლაპარაკობ, ყველაფერს აკეთებენ. მახარებს, კაცო, როგორ შეიძლება არ მიხარობს. რა თქმა უნდა, მე მხოლოდ მახარებს. ხო და რა ვიცი, აბა. ჭორების დონეზე ჩვენ ხო იცი ვერ ოპერირებთ და ვერ რა თქმა უნდა. ხო, ხანდახან ჭორები მართლება ხო. ნუ ფაქტია ასე თუ ისე რომ ამიტომ შენ შეკითხვას რომ უპასუხო, აი მე რას ვფიქრობ, ხო? და მთავარი კითხვა რომელიც ძევს ჩემს წინაშე და რასაც მე ხალხი სულ მეკითხება, რას ვაპირებ პირადად მე და შენ ამ წელს, ხო და ჩვენ ჯერ ეს ნაბიჯი არ გადაგვიდგია, ვთქვათ, მე იმდენად მომბეზრდა საუბარი აი ამ ჩემ გზაზე და ჩემ პიროვნებაზე და ჩემ წვალებაზე, რომ მე აღარ მინდა რა ვაკმარებ ჩემ თავსაც და ხალხსაც. ამას ყველაფერს, მაგრამ მე ჩემი ობიექტური მიზეზები მაქვს, რის გამოც მე ჯერჯერობით თავს ვიკავებ ასეთი განცხადებებისაგან, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ნებისმიერ ვარიანტში აიყურე რა ხდება. მართველი პარტიაც კი გვიყრუებს და აფსაიდში გვამყოფებს, მაგრამ აქეთ LGBT პროპაგანდის აკრძალვას აპირებს, აქეთ რუსეთთან დიალოგს თუ არა, ქემაინც სანქციებს არადებს, აქეთ პრეზიდენტის დაბრუნებას აპირებს, ეხლა შენ თქვი და აქეთ მაჟორიტარების დაბრუნებას აპირებს. ესე იგი რაღა დარჩა, მაღლევი კორპუსებიც აკრძალონ, კაზინოები აკრძალონ, ნარკოტიკები დახვრიტონ და ისა რა ქვია ნარკომანების ის დაიწყეს, ნარკობარიგების დაჭერა დაიწყეს, მაგ გითხარი. მაგას ვიძახი, ანუ ერთის მხრივ სახეზე გვაქვს ტრენდი, ხო, რომლის შიგნითაც მართველი პარტიის გაკონსერვატორება ხდება, კი მოუგნელი, კი არათანმიმდევრული, კი შეშინებული ცოტა, მაგრამ გაკეთებული ნიუკლეუჟი, ხო, მაგრამ ხდება, ხო? კი. აქეთ ამ მხრიდან რაც არ უნდა აკეთოს ამ პარტიამ ძლიერდება ტრადიციონალისტური ეროვნული ფლანგი. კი, რა თქმა უნდა. ამიტომ ადგილი აი რა წინადადებაც მე გავაჟღერე მაგ სტუდიაში რამდენიმე თვის წინ, როცა ბატონ ბიძინას მივმართე და უთხარი, მოდი თქვენ იყავით პროდასავლური ქართული ოცნება. და აქეთ არ აქვს მნიშვნელობა პიროვნულად ვინ. ჩვენ ვიქნებით პრო ქართული. ხო და ეხლა თქვა რომ მე ვიქნებიო. ხო და ღმერთმა ხელი მომართოს. იასპარტაკო, ხო იცი როგორც ხო და ანუ მე აი ამას მინდა მივაქციო ყურადღება, რომ დასავლეთის იდეოლოგიური და გეოპოლიტიკური გაკოტრებისა და დასუსტების პირობებში მე კიდევ ერთხელ მინდა გაუსვა ხაზი, რომ მე არა ვარ ანტიდასავლელი, აი ეს არ ესმის ხალხს. თუ დასავლეთი დაგვანებებს ჩვენ თავს სალომე ზურაბიშვილის ნაირი შაპოკლაკებით, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვენი ეკლესია პროდასავლური უნდა გახდეს. თუ დასავლეთი აღარ დაგვაძალებს LGBT-ს, ნარკოტიკებს, ურბანიზაციას, ლიბერალიზმს, ისა როდის ყოფილვარ მე ეზრა პაუნდის და ეს რა ქვია ჰენრი მილერის და ხო ალბრეხტ დიურერის და ეს რა ქვია დებიუსის მოწინააღმდეგე. როგორ შეიძლება კულტურული ადამიანი იყო მოწინააღმდეგე გუშინ ფილოსოფიის გაკვეთილი გქონდა ჩვენს პროფესორთან მე და ჩემ მეგობარს და ისიც მართლმადიდებელი რუსი მესაქმეა და მეცენატი და ბონავენტურას გავდიოდით რა და ეს ერთ-ერთ ფუნდამენტალურ ნაწარმოებს და ეს ჩემ მეგობარ ეძახდა რომ ამაზე მართლმადიდებლური რა გინდაო, რასაც ბონავენტურა წერსო სულის გზაზე ღმერთის მიმართო, გესმის? ხო და ამიტომ დიდ დასავლურ კულტურას, რომელმაც შექმნა
აფერი მის საწინააღმდეგო არა გვაქვს. თუ კი ის პატივს ცემს ჩვენი კულტურის საწყისად. აქედან გამომდინარე ეს ძალიან საინტერესო პროცესია და ჩვენ ნამდვილად არა კატეგორიის ხალხი ანყრებს თავრობის გინება. ხო არის ესეთი კატეგორია ხალხის, ვისაც თუ რაც არ უნდა იყოს მოცარული უხნა ნეგატიური თავრობას აგერ დღეს ამ გადაცემაში მოუწონეთ მამუკა მდინარაძეს ელწყვეტეს პროპაგანდის ამგზავრელი კანონის ინიციირება, ხო? და მივეცით თუნდაც კაცრი გვაქვს ამის უფლება, რჩევები რა უნდა გააკეთოს ამისთვის მან ჩვენი აზრით, ხო? ამიტომ ჩვენ კონსტრუქტიულად ვართ განწყობილი არა მარტო ბიზნეს მიმართ და ქართული ოცნების მიმართ, არამედ თვით დასავლეთის მიმართაც. ოღონდ რაში ვერ დაუშვებთ ჩვენ ერთი იოტის ოდენა კომპრომისს. არის პრინციპები ეროვნული იდეოლოგიის. აი მან ის ყოველთვის დაუნდობელნი ვიქნებით პირველ რიგში საკუთარი თავის მიმართ. აი აქედან გამომდინარე შოთიკო რომ დავასრულო პასუხი, თემი აბდაუბდა პასუხი შენ შეკითხვაზე. ვიტყოდი ასე რომ ჩვენ უდაოდ ვართ მომხრენი, მოხალისენი და მხარდამჭერნი ნებისმიერი ცვლილებისა, რომელიც ქვეყანას დააშორებს ლიბერალურ პოლიტიკას და დაუახლოვებს რეალისტურ ეროვნულ პოლიტიკას რა. და ამაში აი ახლავე ვადასტურებ, მიუხედავად ჩემი დაპირისპირებისა, რომელიც ღმერთია მოწმე მე არასდროს არ მდომებია, მიუხედავად ჩემი კრიტიკისა. მე ყოველთვის მზად დაუდგე ყველას. ნუ ვისიც დავიჯერებ, რომ ის მართლა სერიოზულად ამ მიმართულებით მოძრაობს და ამავე დროს ჩვენ უნდა კარგად გვესმოდეს მიუხედავად აი ამ ზაობისა, რომ კონსტრუქტიულები ვიყოთ ერთმანეთის მიმართ, ხო? და თუნდაც თავრობის მიმართ. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ამდენ წლოვან ლიბერალურ პოლიტიკას ჩვენს ქვეყანაზე უყალოდ არჩეულია და ამჟამად ჩვენს ერს ტანთ აცვია სრულიად მახინჯი სხეული ან ფორმა. ის სახელმწიფოებრიობა, რომელშიც იგი არის მოქცეული. და მე მესმის როგორც რეალისტს, რომ ამას ერთ დღეში ყველაზე უფრო კეთილი ნების პირობებშიც კი ვერ გამოასწორებ, ამას დრო ჭირდება, მაგრამ თუ ჩვენ მათ შორის ეს ხელისუფლებას რატომაც დაგვანახებს, აი ჩვენ ხედავთ პირველ ნიშნებს, ხო? ამის. ჩვენ მზად ვართ აღვიჭროთ მათ შორის მოთმინებითაც და ყველანაირად დავეხმაროთ ჩვენს ქვეყანას იმაში, რომ ის გაუყვეს და იაროს აი ამ გზაზე სახელმწიფოებრიობის ფორმების და შინაარსების გაეროვნულების. მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ გვაქვს უფლება შევინარჩუნოთ სკეპსისი და უნდობლობა იმ პოლიტიკური ძალის მიმართ, რომელმაც ესე განუხრელად ატარა ქვეყანა ამდენი წელი ლიბერალური კურსით. აი ამის თქმა მინდა. მე მინდა ერთი რაღაცა ვთქვა ამ შენ იმაზე ტირადას პატარა და მე ბატონ ვასოც გააგზელებს აი შემდეგი თემების განხილვას, რომ არის ეგეთი ისტორია თუ გახსოვს შენ ფრენკ სინატრაზე დაიწყეს ლაპარაკი, რომ ეგო ვეღარ მღერისო. ხო და მაშინ დაწერა ეს გენიალური სინგლი This is my way თუ გახსოვს რა ამით დაამტკიცა რომ მას სიმღერა კიდე შეუძლია ჩვენ ამ სიმღერას ასე ვთქვათ შეიძლება შევწყვიტოთ თუ ისინი სწორ გზაზე წავლენ მომენტალურად სინგლს გამოუშვებთ როდესაც ვიგრძნობთ რომ ისინი ფიქრობენ რომ ჩვენ აღარა ვართ მან არის რაღაც მანკიერება ესეთ მიდგომაში და მე ეს მესმის რა ანუ აი შენ სულ გინდა გახვიდე ამ თამაშიდან მეც მინდა ვისაუბრა მაგრამ ეს არ არის პოლიტიკური პოზიცია შეხვედი იყავი კაცი და იყავი და ყოველ მათ სხეულის მოძრაობაზე ნუ ვიძახი რომ შენ მე წავედი სახში ეს შეურაცხყოფელია ხალხის მიმართ მე ვთქვი რომ მე არსად არ წავალ და უერთგულებ ამ გოლგოთას გზას და ამ საკეთებელს ბოლომდე რა თუ შეჯიბრება საქართველოში გაიმართება ვინ უფრო ეროვნულია რომელი პოლიტიკური ძალა ან ლიდერი მე მხოლოდ ბედნიერი ვიქნები ამაში
ამისთვის რა. კი. და მოვესწრებ იმას, რომ ჩემი ქვეყნის პოლიტიკურ სარბიელზე იქნება არა პოლიტიკური ძალები, ლიდერები და პარტიები, რომლებიც ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო პროდასავლური და გამყიდველია და მოღალატე ქართული ტრადიციების და არამედ საპირისპირო. ამიტომ ღმერთმა მოგვასწროს მაგას, მაგრამ შოთიკო ნოვიქნებით რომანტიკოსები ჩვენ ვერ კიდევ ძალიან შორს ავართ მაგისა. კიდევ უფრო განვავრცოთ ეს თემა, ძალიან სერიოზული თემა. გარდა იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ ლიბერალური დოქტრინა დომინირებს და ამას უნდა მოეღოს ბოლო, ძალიან სერიოზული პრობლემაა და მე ლევანს ვეთანხმები ამაში, როდესაც ქვეყნის რეალური ლიდერი იმყოფება ჩრდილში, ხოლო პრეზიდენტი არის უსუსტესი. ეს უკვე ქვეყნისთვის არის ძალიან სერიოზული პრობლემა ქვეყნის პერსპექტივაზე. ეხლა ჩრდილიდან ჩეროში გადმოვიდა. არც ჩერო არ გვაწყობს, იმიტომ რომ ქვეყანა უნდა გავითარდეს და რაღაცა პერსპექტივა თუ არ გაჩნდა, ხო, ვერც გავითარდება. ამიტომ ჩეროში ჯდომა კარგია, შოთიკო, მაგრამ ეგ არის ქართული დარდიმანდობის და უპასუხისმგებლობის მაგალითი, როდესაც შენ ხარ ქვეყნის ყველაზე გავლენიანი ადამიანი, შესაბამისად ლიდერი და არ ხარ აქტიური პოლიტიკაში. და გუნდიც ყავს ისეთი რა, საშუალო დონის გუნდები რო გამოდიან ახლა სხვა ამა თუ იმ ჩემპიონატში ფეხბურთში, დაახლოებით ისეთი. მაშინ, როდესაც აგერ მეზობელი ქვეყნის მაგალითია ილხამ ალიევი, რომელიც არის უპირობო ლიდერი და არის აქტიური პოლიტიკოსი და შესაბამისად წარმატებული, აქედან გამომდინარე ჩვენი ქვეყანაც, იმიტომ რომ ლიდერი არის ჩრდილში და ეს ლიდერს დაქვემდებარებული პერსონაჟები არიან წინა პლანზე წამოწეულები, ეს ნიშნავს იმას, რომ პერსპექტივა ჩვენი ქვეყნის ვერ გამოჩნდება ასეთ პირობებში. ამიტომ ვიძახით ჩვენ ვამბობთ, რომ იმ არჩევნების შედეგებს, რომლებიც თანდათანობით გვიახლოვდება, აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. და ბუნებრივია, ეროვნული ძალების კონსოლიდირება რამდენად მოხდება თუ ვერ მოხდება, ესეც ძალიან სერიოზული თემა არის და რა თქმა უნდა, ეს თემაც ვფიქრობ, რომ თანდათანობით უკვე გახდება უფრო ნათელი, თუ რა შეიძლება რომ შეიცვალოს იმ ძალთა თანაფარდობაში, რომელიც არსებობს ქართულ პოლიტიკაში, იმიტომ რომ თუ კი ჩვენ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მივიღეთ ისევ ის მოცემულობა, რომ ეს ორი დომინანტი ძალა იქნა წარმოდგენილი ქვეყნის ხელისუფლებაში, ნაციონალები და ქართული ოცნება, ეს ნიშნავს იმას, რომ აი ეს ძალიან ცუდი სიტუაცია, რომელშიც ჩვენი საზოგადოება იმყოფება, როდესაც ეს ერთი ჯგუფი ნაციონალები ეძახიან ამათ რუსებს, პრორუსებს კი არა, რუსებს ეძახიან პირდაპირ და კრემლის ინტერესების გამტარებას, თუმცა არაფერი გამტარებლები ისინი რეალურად არ არიან, ვერც არიან. და ესენი ამათ ეძახიან, რომ თქვენმა ხელისუფლებამ ჩააბარა კოდორის ხეობა და სამაჩაბლო, აი ეს კინკლაობა, ეს სპეკულაციები გაგრძელდება, ეს პოპულიზმი აი ამ თემებზე და ეს ლიდერი არ იარსებებს ასეთ პირობებში რეალურ, იმიტომ რომ თვით განახლებაც კი არ მოახდინა სამწუხაროდ ქართულმა ოცნებამ. ჩვენ გვახსოვს ყველას და აუცილებლად ყოველთვის უნდა გავახსენოთ ჩვენ საზოგადოებას ის ბიზინა ივანიშვილის ის განცხადება, რომელიც გააკეთა მან პირველ და მეორე ტურებს შორის პრეზიდენტის არჩევნების, როდესაც სალომე ზურაბიშვილს ვირჩევდით, როდესაც მან თქვა, დადო პირობა, რომ ქვეყნის მართვაში არსებული პრობლემები იქნება აღმოფხვრილი. სამწუხაროდ ეს პრობლემები კი არ აღმოიფხვრა, შეიძლება ითქვას, რომ უფრო გაღრმავდა. პოლარიზაცია გაიზარდა. იგივე სალომე არის რომ ეს პოლარიზაცია თუ ეს არის ფეიკი პოლარიზაცია ესეთი საჩვენებელი რა ფეიკია თუ არა ფეიკი თუ ჩავთვლით რომ ეგეთი ისიც არის ინფორმაციაც რომ ძალიან დიდი ნაწილი პარტიების რომელიც ოპოზიციაშია ერთი იმიდან იკვებება ასე ვთქვათ ხო ნუ შედეგია ყოველ შემთხვევაში ძალიან ცუდი და შედეგი იქნება კიდევ უფრო ცუდი პლუს იმ საფრთხეების გათვალისწინებით რომელიც არსებობს ჩვენს რეგიონში და მსოფლიო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე. შესაბამისად ჩვენ გვჭირდება ეროვნული ძალების მოსვლა ხელისუფლებაში, რაც შეიძლება მეტი დოზით, რომ ქვეყანა დაადგეს სუვერენული განვითარების გზას, ქვეყანაში მოხდეს ეროვნული იდეის გაჟღერება, თუ რაში მდგომარეობს,
ნაციონალური ინტერესები მთავარი უნდა გამოიკვეთოს და ლიდერი უნდა იყოს ლიდერი და არ უნდა იყოს არც ჩეროში და არც ჩრდილოეთში. იცი რა, მე რას მაგონებს, იცი ეს მომენტი, ეხლა მათი მორგება ეროვნული სამოსის, ასე ვთქვათ რა, რომლის ერთ-ერთი საუკეთესო მეწარმე არის ლევან ვასაძე, ხო? ის ძველ საბჭოთა ესტრადაზე ჩოხის ფორმის იმ პიჯაკებს რო იკერავდნენ და ენჟუ-პენჟუს რომ ღეროდნენ რა. ესეთ სუროგატი ეროვნულობა, რომელიც შემოგთავაზა, ვთქვათ, ქართულმა ოცნებამ, შესაძლებელია რომ ეს გადაყლაპოს ხალხმა, იმიტომ რომ როგორ გითხრა, ხო, ეს თბილისში ჩვეულებრივ ადამიანს რო ელაპარაკები, გეტყვის რომ აი რა თუ ძმახარ რა ეგენი ახლა რაღაცას მაიმუნო ვითომ ეროვნულები არიან და ახლა დაიჭერენ ამ იმას რა ქვია ჩოხა ახალუხს შეუკვეთავენ და მე ამ ჩოხა ახალუხით შეუძლიათ ისეთი კანონი მიიღონ ან ისეთი საქმე გააკეთონ რომელიც ეროვნულობასთან ახლოს არ არის. ანუ ხო არ არის ეს სიმულაკრები ძალიან როგორც ისინი არიან მედასავლეთები ასე ვთქვათ ეს 15 პარტია რომელსაც LGBT manifest მოაწერა ხელი და იმათაც შეიძლება ტყავი შეიცვალონ და ესე რა ქვია ცხენზე ამხედრებული ვნახოთ ესე რა ქვია მორის მუსტანგერი ვთქვათ და ჩოხაში ჩაცმული ხო ეს ანუ ამას ხო არა აქვს საზღვარი აქ ხო ფაქტიურად ეს ტუმბლერი ასეც ნამუს ქვე გამორთულია. ნუ ფაქტია, რომ ქვეყანას თავისი დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების სტრატეგიაც კი არ გააჩნია, ხო? და არც კი ჟღერდება ეს თემა პრიორიტეტად და არ იდგმება ნახევარი ნაბიჯიც კი ამ მიმართულებით, რომ მოხდეს რეალურად საუბარი რუსეთის ფედერაციასთან, იგივე აფხაზ და ოს დე ფაქტო ლიდერებთან ამ თემებზე, ხო? და შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, რომ ქვეყანა არის დეზორიენტირებული იმის მაგივრად, რომ ეცადოს დაადგეს რეალური პოლიტიკის რელსებს. ანუ თქვენ იმედი არ გაქვთ, რომ ეს ენჟუ-პენჟუ გარდაიქმნება ნამდვილ ეროვნულ პოლიტიკად? ისევე როგორც თქვენ არ გაქვთ ამ მოცემულობიდან გამომდინარე, რაც დღეს გვაქვს ჩვენს პოლიტიკურ ბაზარზე, ასე ვთქვათ, ეს მოცემულობები, აქედან გამომდინარე, მეც არ მაქვს დღესდღეობით პერსპექტივის იმედი, იმიტომ რომ არ ჩანს ეს პერსპექტივა და ეხლა ხო არ ვიტყვით, რომ გინდა თუ არა ჩანს. ჩვენ ვერ ვიტყვით თეთრზე, რომ ეს არის კრემისფერი და შავზე, რომ ეს არის ყავისფერი, ხო? რეალურად არ არის, მაგრამ სწორედაც ამიტომ ენიჭება ამ არჩევნებს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომ ეს იმედი და სინათლე გვირაბის ბოლოს სინათლეს ხევი გამოჩნდეს, ხო? თორე ამ მოცემულობით, როდესაც ჩვენი საზოგადოება არის დათრგუნული, აი ნებისმიერ დღეს ხა ჩავთოთ ნებისმიერი არხი იქნება ეს სამთავრობო, პროსამთავრობო არხი თუ ტევ პირველი და მთავარი არხი და ასე შემდეგ, მიდის საზოგადოების დათრგუნვა, ეს კინკლაობა ერთმანეთს შორის, იქ ვიღაცამ მოკლა, საინფორმაციო პოლიტიკაც კი არ არსებობს ნორმალური. მიდის საზოგადოების დათრგუნვა, ანუ დაახლოებით ისეთი ახალი ამბების გაჟღერება, რომ აი ნახეთ რა ხდება, იქ ვიღაცას კლავს, ვიღაცას აუპატეურებს, იქ რუსები, ესეთები, ისეთები და ამ დროს თქვენ კიდე კარგი რო ცოცხლები ხართ. დაახლოებით ესეთი კონტექსტია. ხო, მადლობა თქვით და მშვიდობა გაქვთ სამაგიეროდ გამიგე. ის კი არა რომ რაღაცა წინ წავიწიოთ და რაღაცა პერსპექტივა გამოჩნდეს. აბსოლუტურად ძალიან ესეთი უპასუხისმგებლო მართლობასთან გვაქვს ჩვენ საქმე და ეს თუ არ შეიცვალა ჩვენ ლევანს ნათქვამი აქვს რამდენჯერმე რომ დემოგრაფიულად ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით ელემენტარულად განწყობის თვალსაზრისით ხო და დავითრგუნებით ყველანი ვინც ცოტა კიდე აზრზე ვართ გვინდა თუ არა ამ საბურველში რო ეხვები ხო ასეთ პოლიტიკურ საზოგადოებრივ პოლიტიკურ სივრცეში რო გიწევს ცხოვრება ხარიხართან დააბიო ხო იცი ხო და ამიტომ საჭიროა რაღაც განახლება, რაღაც სიახლის შემოტანა, რაღაც ცვლილებები. იმიტომ რომ ლიდერი უნდა არსებობდეს, სტრატეგია უნდა არსებობდეს ქვეყნის განვითარების და ყველაფერს უნდა დაერქვას თავის სახელი და მხოლოდ ამ შემთხვევაში ქვეყანა შეიძლება დაადგეს რეალური პოლიტიკის რელსებს. აი სხვა ნიუსებზე რო გადავიდეთ, რომელიც ჩვენ მოვნიშნეთ, აი რას გამოკვეთთ თქვენ?
სომხეთის ბოლონიუსი იყო ხო სომხეთზე? კი, ეს ჩემთვის ცოტა გაურკვეველია. ხო, არაფერი არ არის მან პრინციპში განსაცვიფრებელი და გასაოცარი. იმიტომ რომ იგივე პაშინიანის ხელისუფლებას და მის მოქმედებებს ცალსახად და ძალიან ხშირად აფასებენ რუსეთში და ეს მართლა ყურადსაღებია თუ როგორ შეფასებებს იღებენ ისინი რუსეთში მაგალითად იმ ფორუმზე მსოფლიო ახალგაზრდულ ფორუმზე რომელიც ახლა სოჩში მთავრდება დღეს მარგარიტა სიმონიანმა გუშინ წინ პირდაპირ განაცხადა რომ პაშინიანი თუ ასე გააგრძელებს და თუ კი მისი ხელისუფლება შენარჩუნდება სომხეთი დადგება არსებობის დაკარგვის საფრთხის წინაშე ხო მართლა შეიძლება აქეთკენ წავიდეს სიტუაცია, იმიტომ რომ როგორც ლევანმა სწორად შენიშნა, დღეს სომხეთი გადის იმავე ნაწილში ნაგრაბლი наступает, როგორ არის ქართულად? იგივე იმას. ხო, იგივე ორმოში ვარდება ეს. იგივე ორმოში ვარდება, როგორც ჩვენ 20-30 წლის წინ ჩავარდით და ახლა ვცდილობთ თუ რაღაცნაირად ამოვიდეთ და ეს უკრაინის სიტუაცია ალბათ ისეთ ფონს გვიქმნის, რომ ცოტა შეიძლება რაღაც პერსპექტივა, ანუ ჩვენზე უარესებიც ყოფილან, უარეს სიტუაციაში ახლა უკრაინაა და სომხეთი ცალსახად მიისწრაფებს ნებით თუ უნებლიეთ იქითკენ რომ უფრო ნებით ვიდრე უნებლიეთ რომ აღმოჩნდეს ჩვენზე უარეს სიტუაციაში. ხო, აი ცოტა რომ გავშალოთ მე რას ვიზახი, ისიც აი ჩემთვისაც ბოლომდე არ არის გარკვეული. თითქოს ის მომენტი რომ შენ ტერიტორიაზე არ იყოს უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზა ეს არის, რა თქმა უნდა, სუვერენული პოლიტიკა, ხო? კი, ერთი მხრივ. ხო, ერთი მხრივ. მეორე მხრივ, ეს თუ უქმნის შენ საერთოდ შენი ქვეყნის თუ შენი ნაციის არსებობას საერთოდ საფრთხეს, ეგ მეორე ამბავია, იმიტომ რომ რეალურად თურქეთი, აზერბაიჯანის, ესე იგი, კავშირი და მიმართულება იმისი, როდესაც უკვე აზერბაიჯანში უკვე რამდენიმე წელია ჟღერდება, რომ საერთოდ ერევანიც აზერბაიჯანული თურქული ქალაქი იყო, ხო? ეს ხო ძალიან საშიში ტენდენციაა რა. კი, აი მე ვიყავი დაახლოებით როდის იყო 7 თებერვალს ბაქოში დამკვირვებლად აზერბაიჯანის პრეზიდენტის არჩევნებზე და იქ ცალსახად ჩანს ეს ყველაფერი იგივე აზერბაიჯანულ მედიაში ძალიან ფართოდ აშუქებენ სომხეთში მიმდინარე პროცესებს და ეხა ესე აშკარად რა თქმა უნდა არ გამოხატავენ, მაგრამ რა თქმა უნდა სომხეთის წარუმატებლობა უხარიათ აზერბაიჯანელებს, იმიტომ რომ ის დაპირისპირება ჯერჯერობით არსად არ წასულა, რომელიც ამ ორ ქვეყანას შორის არსებობს და ძალიან სწორად ისარგებლა აზერბაიჯანის ლიდერმა იმ შექმნილი სიტუაციით, როდესაც აზერბაიჯანი ატარებს სუვერენულ პოლიტიკას, სხვათა შორის USAID-ის საქმიანობა საერთოდ აკრძალეს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და ჩვენთან ეს ორგანიზაცია ყვავის და მეტროში თუ მოხვედრილ ხარ შოფიკო ნახავდი ალბათ, რომ USAID აფინანსებს პროექტს, რომ ნებისმიერ ადამიანს, ვინც ფიქრობს, რომ სექსუალური შევიწროების მსხვერპლია, უნდა დარეკოს სახალხო დამცველთან ანუ შენ რო ქალს ესე რაღაცნაირად სათნოდ შეხედავ და ნებიანად ან ელემენტარული რაღაცაა ხო მას შეუძლია დარეკოს და USAID აფინანსებს ამ პროექტს და არა მარტო ამ პროექტს, უამრავ პროექტს თითქმის ყველა სფეროშია ჩართული, განათლების სფეროში ძალიან სერიოზული დოზითაა ჩართული. იგივე სამინისტროებში ჩვენს სახელმწიფო სტრუქტურებს აფინანსებს ძალიან ბევრ პროექტს. შესაბამისად ამ საზოგადოების ამ ორგანიზაციის გავლენა ეს არის ძალიან სერიოზული და რა თქმა უნდა ეს შენი ქვეყნის სუვერენული განვითარების პერსპექტივას აყენებს ზიანს. ანუ აზერბაიჯანმა მოახერხა ის რომ ძალიან კარგად ერკვევა მისი პრეზიდენტი მსოფლიო პოლიტიკის ამ მიმართულებებში რუსეთის ფედერაციასთანაც აქვს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმებული სხვათა შორის 2022 წლის 24 თებერვალს დაწყებული სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე 2-3 დღით ადრე გაფორმდა ეს ხელშეკრულება და თურქეთთან ეს თავისთავად ფაქტობრივად ერთ-ერთი ორი სახელმწიფოს პრინციპით მოქმედებენ და ძალიან კარგად ლავირებს ამ სოფლიო პოლიტიკის ლაბირინთებში და შესაბამისად დაიბრუნა ყარაბაღი, დაიბრუნა
ის ღირსება, რომელიც რომელსაც თვლიდა აზერბაიჯანელიერი დაკარგულად და არის ძალიან სერიოზული აღმავლობა და ძალიან სერიოზული ხა კიდევ უფრო მეტ განვითარებაზე ფიქრობს აზერბაიჯანი. Რა თქმა უნდა, ჩვენთვის ამ ფონზე ძალიან სერიოზული ამოცანა იქნება ის, რომ ჩვენ მომავალში მაინც შევძლოთ იმ ლიდერი სახელმწიფოს პოზიციის დაბრუნება ჩვენს რეგიონში, რომელიც ჩვენ თავის დროზე გაგვაჩნდა. და ის, რომ დღეს აზერბაიჯანია ლიდერი სამხრეთ კავკასიაში, ეს არის ფაქტი და სამწუხაროა ჩვენთვის. გაზღირსებას რაღაცნაირად სამწუხარო არ არის, როგორც ჩვენ მეზობელი რო კარგად არის, გვიხარია. ეს გვიხარია, მაგრამ ჩვენსაც უნდა ვეცადოთ, ხო? კი, ჩვენს უნდა მივბაძოთ ბევრ რამეში და შევეცადოთ, რომ ჩვენ დავიბრუნოთ ჩვენი პოზიციები. მაგრამ აი ეს პერსპექტივა მაინც იმისა, რომ ჩაანაცვლოს ნატოს ბაზებით რუსეთის ბაზები ამას შეიძლება დაუყოს. ხო, ამას შეიძლება რთული რამე გამოიწვიოს და ხა ჩვენ მაგხრივ წინა ვართ, იმიტომ რომ ჩვენ არც ნატოს ბაზები გვიდგას, თუმცა ხა მივისწრაფით და კონსტიტუციაში ჩავწერეთ ნატოს შესვლა. ხო, და არც რუსული ბაზებია საქართველოში. ამ ხრივ მე მგონია, რომ ჩვენი სუვერენიტეტისთვის ეს შესაძლებელია რაღაც პლუსი იყოს, ხო? კი, რა თქმა უნდა. არა, რუსული ბაზები საქართველოში ცხინვალში დგას და აფხაზეთში დგას. ხო, ნუ ეს თუ ეს ლეგიტიმურად არ დგას, ხო, ლევან, ჩვენ არ ვცნობთ მას, ხო? ოფიციალურად ჩვენი მოწვეულები არ არიან ისინი. არა, ჩვენ სამწუხაროდ ამ დიდი პოლიტიკის ნიუანსების სერიოზული განხილვის ნაცვლად ჩვენ რა ვხედავთ, რითია დაკავებული ჩვენი პოლიტიკური სპექტრი და ჩვენი საზოგადოება რა შოუების მომსწრეა თითქმის ყოველდღე, როდესაც დაუშვათ ქართული ოცნების ერთ-ერთი სახე ირაკლი ზარქუა იქ ხაბეიშვილთან რაღაც შაყირობს და ესეთი გუდუნასთან აიგივებს დათა თუთაშხიას პერსონაჟთან. და ასეთ რაღაც უნიჭო შოუებს და პერფორმანსებს უყურებთ ყოველდღე კინკლაობას ამ ორ პოლიტიკურ ძალას შორის და ეს თუ არ შეიცვალა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ აი ამ რაღაც პოლიტიკურ ჭაობში მოგვიწევს კიდევ მინიმუმ 4-5 წელიწადი ცხოვრება და მე კიდე რა იქნება და რა როგორ განვითარდება არ ვიცი. მე მინდა შოთიკო უბრალოდ ორი ახალი სხვა ნიუსი შემოგთავაზოთ, რომელიც აი მე რომ მოვდიოდი დაგვეწია. ერთი ის რომ იაგო ხუჩიაზე მოხდა თავდასხმა და ცემეს და თუმცა თვითონ ამბობს რომ ჩვენ უფრო მეტნი ვიყავით თუ და იმასაც მოხდაო ვინც მე დამარტყაო და მეორე განსაკუთრებით ნუ ამას შეგვიძლია ჩვენ ცოტა იუმორითაც შევხედოთ იმიტომ რომ ეს და ვინ იყვნენ ის იაგოელები ვინ იყვნენ იაგოელები ალბათ მისი პარტიის წევრები რომლებიც ეს შარვალ ჩახტილი ადამიანების ადმინისტრაციულ საზღვართან მიყვანის ესეთი მოსურნეები და ინიციატორები არიან და როგორც ჩანს სხვანაირად ვერ წარმოუდგენიათ ამ პრობლემის მოგვარება რაც ჩვენ აქეთ მხარე ვინ იყო ვინ დაარტყა რაღაც მოქალაქე იაგოს დარტყმა რო არ შეიძლება არიციან არიციან იაგოს როგორ შეიძლება გირჩის ხელისხლება იმიტომ წამოვა გირჩები ეგრევე ხო და მეორე ძალიან სერიოზული ნიუსი რომელიც გაჟღერდა და რომელსაც ექნება რა თქმა უნდა დღეს ხვალ როგორც მინიმუმ და კიდე შესაძლოა მომდევნო დღეები თავისი გამწობა და გავრცელება ეს არის გიავოლსკისა და დავით ხიდაშელის კონსპირაციული შეხვედრა შედგა რომელიც გიავოლსკიმ დაადასტურა უკვე და როგორც აღმოჩნდა ჯერ ახლა როგორ უნდა შეხვდა ისე რომ მაინდა-მაინც გადაიღონ კიდეც ეს შესაბამისმა არაკეთილმოსურნე ადამიანებმა და TV პირველს მიაწოდონ სადაც საუბარი იყო ამ ორ ადამიანს შორის და განსაკუთრებით როგორც ვოლსკის ადასტურებს დავით ხიდაშელის მხრიდან საქართველოს ესე იგი კონფედერაციულ მოწყობაზე და რომ ეს იდეა როგორც ჩანს შესაძლოა მოდიოდეს ხიდაშელი მარახან გააჟღერა რუსეთიდან და ამაზე დეტალური ჩანაწერი ამ საუბრის როგორც ჩანს დღეს განმავლობაში გამოქვეყნდება. ესეც მანიშნებელია იმის რომ ასეთი კონსპირაციული შეხვედრები დახურულ კარს მიღმა არ უნდა ხდებოდეს და თუ კი შენ ელაპარაკები თუმცა ეგ ყველგან ხდება შეგვიძლია ვთქვა ყველა ქვეყანა კი არა ხდება მაგრამ რა უდგას წინ იმას რომ ოფიციალური პირები საქართველოსი დაელაპარაკონ რუსეთის ოფიციალურ პირებს ახლა ლევანსაც არაერთხელ უხსენებია ამის შესახებ უთქვია და უთქვამს და
მეც იგივეს გავიმეორებ, რომ ღირსეულად, კორექტულად დაელაპარაკო იმ პრობლემაზე, რომელიც შენ გაწუხებს, ეხლა მით უმეტეს მაშინ, როდესაც რუსეთი არის უკრაინაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე მოწყვლადი, დაელაპარაკო შენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივებზე, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც შენი ქვეყნის ხელისუფლება ატარებს გაწონასწორებულ, გონივრულ, მოზომილ პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში, თუმცა არასაკმარისად აქტიურ პოლიტიკას კულუარებში შეხვედრა შეიძლება წინ უძღვოდოს საჯარო შეხვედრას. კულუარში შეხვედრა ამზადებს ხოლმე საჯარო შეხვედრებს და ეგეც ხო შეიძლება იყოს. შესაძლოა, მაგრამ ფაქტი არ არის, რომ ეგრე იყოს. ხო, ფაქტია. ბევრი ყოფილა კულუარული შეხვედრა და შემდეგ არ ყოფილა საჯარო შეხვედრა. თუმცა კარგია, თავისთავად ფაქტი კარგია, მაგრამ ის კულუარული შეხვედრაც ახლა ისე გააკეთე, რომ მაინც აიცილო ხო კამერები და ჩაწერის ეპიზოდი. მაგას რა ქვია რუსულად სლივი და ქართულად არ ვიცი რა ქვია. სლივს რა ქვია? ხო, ანუ რეალურად ესეთი არსებობს, რომ სპეციალურად შენ ისეთ რამეს აკეთებ, რომ ეს გამოჩნდეს, მაგრამ რეალურად ხო, აი, რა საჭიროა ეგეთი რთული პოლიტიკური თამაშები, თუ კი ეგ არის. არ ვიცი, შეიძლება ესლია და სლივ. ხო. ხო, ლევან, რას ფიქრობ ამ შეხვედრას? მე არ ვიცი, მე ახლა გავიგებ. ეს აი სტილის ამბავია, უკვე რომ მოვდიოდი გზაში დაგვეწია. ბედნიერება. ნატოსაც ვიცნობ და გიასაც ვიცნობ და გია ერთ-ერთი ყველაზე გონიერი პოლიტიკოსია, თუ ვინმე არის ქართულ ოცნებაში, მინდა ვთქვა რა. გია იყო ჩემთან მოსული სახში, როცა ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში. ჩემებს თხოვა შეხვედრა და მივიღე და ვისაუბრეთ და რაღაც პირად შეტევაზე გადმოვიდა, როცა მე ბიზნეს დავარტყი და კრიტიკა დაუწყე და არც ეგ გამკვირვებია და არც ეგ მწყენია. მაგრამ აღნიშნულობა ხა ამ ფიგურების რაღაც შეხვედრებს რუსეთთან დიალოგი უნდა დაიწყოს და გაიხსნას და ამისო ჩვენ წინ ვერ წავალთ დავიღალებ ამის საუბრით და ხა მეტი რა ქნა ამ რუსეთმა რამდენჯერ დაგვაპატიჟონ და რამდენჯერ გვითხრა ხო ზადავართ უბრალოდ მე მესმის რაოდენ სახიფათოა ესეთ ნაბიჯზე წასვლა ადამიანისთვის პოლიტიკოსისთვის და ხელისუფლების წარმომადგენელისთვის მაგრამ მოინახოს რა მე ეძლებული ვარ ვაღიარო რომ მივხვდეთ იმისა რომ მახარებს ნებისმიერი რაღაც ესეთი ძრა ეროვნული მიმართულებით ხო მეთანხმები ვასოს იმაში რომ ეს ჭდილოვანი პოლისებს მიღმა მართლობა ფონს ჩვენ ვერ გაგვიყვანს და ჩვენ თუ გონია რომ ეს უბრალოდ რაღაც ერთი-ორი შეხვედრის საკითხია ჩვენ არაფერი არ გვესმის ესე იგი იმიტომ რომ ეს არის ძალიან მძიმე გრძელი გზა რომელიც ჩვენ ჯერ არც კი დაგვიწყია რომელიც წინააღმდეგიც იქნება ოსიც, აფხაზიც, სეპარატისტიც, რუსეთში, კრემლში მждომი ჩინოვნიკიც, ვინც ამ დოტაციების პატერაკი გველოდება და მაგრამ თუ ჩვენ ვართ პატრიოტები, ჩვენ აუცილებლად ეს ჯვარი უნდა ავიღოთ ჩვენ თავზე და ეს თავგანწირვა უნდა გამოვიჩინოთ, სხვანაირად საქართველოს ჩვენ ვერ გავამჩნიოთ. ხო, ყოველ შემთხვევაში მე მგონია რომ ნებისმიერი ესეთი ძვრები, რომელიც რაღაცა ნაბიჯის წინა, ესე იგი, ქმედებებია, მოახლოვებს ნაბიჯებს და ჩვენ გვინდა ყოველ შემთხვევაში რომ რაღაცა გარკვეულობა იყოს მაგ თვალსაზრისით, იმიტომ რომ ვიცოდეთ ყოველ შემთხვევაში რამე პერსპექტივა აქვს ამას, მე ვერ დავიჩემებ რომ გინდა თუ არა ამ ნაბიჯებს მოყვება რაღაც პოზიტიური, იმიტომ რომ იქაც შეცვლილია ხო? ამ წლების განმავლობაში ჩვენ იმდენად დავაზიანეთ ეს ურთიერთობები და ხალხი მოდის უკვე თაობა მოდის თქვა იგივე რუსეთში რომელსაც ჩვენ უკვე აღარ ვიცნობთ და ჩვენ ვალთ ალბათ ბოლო მოჰიკანები რომლებიც რაღაცა კავშირები გვაქვს ურთიერთობები გვაქვს და ამის გამოყენება აუცილებელია თორე აბსოლუტურად სხვა გარემოება დაგხვდება ამ ნაბიჯებით
ნებისმიერ შემთხვევაში მე დიდი იმედი მაქვს, რომ აი ლევანმა თქვა წინა გადაცემისას, რომ ჩვენ ქართველები მაგრები ვჩანვართ შიდა ასპარეზზე და გარეთ სუსტები და რა თქმა უნდა ჩვენი პატრიოტების ძალიან დიდი სურვილია რომ ეს მოცემულობა შეიცვალოს და ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ერი ღირსეულად, ვაჟკაცურად წარმოჩინდეს საგარეო პოლიტიკურ არენაზე და არა რაღაც ისეთი მამლაყინწობა საშინაო პოლიტიკურ არენაზე ეს დასრულდეს და ამას დაასრულებს სწორედ ის რომ ჩვენ პერსპექტივაში როდესაც გვეყოლება ძლიერი არაჩრდილში და არაჩეროში მყოფი ლიდერი და როდესაც ქვეყანა დაადგება რეალური პოლიტიკის რელსებზე და განვითარების გზას აი მაშინ გამოჩნდება სწორედ განვითარების პერსპექტივები ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ერისთვის და ეს იქნება თითოეული ჩვენგანისთვის იმის საფუძველი რომ ვთქვათ რომ აი ჩვენ უკვე ამაყები და წელგამართულები ვართ. ყოველ შემთხვევაში გარკვეულობა შემოიტანს ეს ნაბიჯები. არა მხოლოდ რუსეთის მხრივ. ჩვენ ისიც არ ვიცით დასავლეთთან რა პოზიციონირება უნდა გქონდეს. ვინმე გადადგა ნაბიჯები და გაარკვია, რას გვთავაზობენ ჩვენ აბსოლუტურად copy-paste-ის რეჟიმში ვართ და პირდაპირ ესე იგი ხო ეს მეტროპოლია გვეტყვის და ჩვენ კოლონია ვართ. ეს კოლონიალური დამოკიდებულება ჩვენ მივატოვოთ და თუ გვინდა სუვერენული ინსტრუმენტი როგორც სახელმწიფო ის გამოვიყენოთ სრული სიძლიერით რაც გვაქვს და რაც შეგვიძლია ამისთვის გამოცდილება საჭირო კომპეტენცია საჭირო გაბედულებაც არის საჭირო თავგანწირვაც არის საჭირო რასაც ეხლა მე პირველთნეობაში ჩამითვლის რავენ ლევან დიდი ხანი ახორციელებს ამ პოლიტიკას რუსეთში და დასავლეთში ამერიკაშიც და რუსეთშიც ხო და კიდე ევროპის ბევრ ქვეყანაში და ის რაც მას შეუძლია როგორც კერძო პირს და არა როგორც სახელმწიფოს და სახელმწიფოს რა თქმა უნდა გაცილებით მეტი ინსტრუმენტი აქვს და მეტი რამის გაკეთება შეუძლია იმიტომ რომ მას აქვს დაზვერვა მას ინფორმაცია აქვს მას ჯარი ყავს და ასე შემდეგ ბევრი რამე აქვს ხო და კერძო პირს რაც შეუძლია ახლა ლევანმა ძალიან დიდი რამე გაარღვია რუსეთში აბსოლუტურად გეთანხმები და იმიტომ არა მხოლოდ რუსეთში შეერთებულ შტატებში დიდი მადლობა მე მგონი დავასრულოთ ხო ლევანეს კი დიდი მადლობა რაუნდელი ეთერისთვის ბატონვასო სტუმრობისთვის და ჩვენს მაყურებლებს მათი ინტერესისთვის შოთიკო შენს დიდი მადლობა და მომავალ შეხვედრებამდე